პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ მე ყველაზე ნაკლებად ვარ ახლა წარმოდგენილი როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიმე მოწვევის, მათი ბოლო მოწვევის და მithumetes სულიად შემთხვევით ეს ამბავი, რომ მე ახლა წარმოადგენ რესპუბლიკურ პარტიას, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას. არ არის შემთხვევითი, რომ ამ პარტიას ეს სახელი ჰქვია და მე ვარ მისი ნათლიანი პროცესი და დაერქვა სწორედ იმიტომ, რომ რესპუბლიკანიზმის იდეებს აღიარებდი ყველაზე უფრო მეტად ძველ დროში, საკმაოდ დიდი ხნის წინ, მაგრამ ამაზე სალაპარაკოდ ერთი წამითაც არ გადაყვანე, თუმცა ამის ინტერესი ექნება პოლიტიკური პარტიის ისტორია, როგორი იყო საქართველოში და ვინ როდისა და რამდენად თვლიდა, ამაზე შეგვიძლია ცალკე ბევრი ვილაპარაკოთ. მე ახლა მოვედი თქვენთან, როგორც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი, როგორც იმ ეპოქის მცოდნე, რამდენადაც ვიცნობ ამ ეპოქას, როდესაც გაიბადა ეს იდეები. ეს იდეები ძალიან ძველია, ეს იდეები იმდენად ძველია, რომ ძალიან ბევრს უყვირს ასეთი ძველი იდეა, როგორი არის როგორ აღმოჩნდა სიცოცხლის უნარიანი ამდენი საუკუნის შემდეგ. პირველი რაც ხდება ხოლმე ასეთ დროს, ეს არის ძველი რესპუბლიკანის ეკამათებიან ხოლმე. და ძალიან ადვილია, მე ახლა ვეკითხავ, რა ნათლი ჰქონდა რესპუბლიკანის ძველ დროში. შენ დავიწყოთ იმით, რომ ეს ტერმინი მთლიანად თუ არა თანამედროვე აზროვნებაში თვითონ ეს აზროვნებაც გააჩინა ნიკოლო მაკიაველიმ, რომელიც მოგესალმებად იყო პოლიტიკის პირველი თეორეტიკოსი, პირველი პოლიტოლოგი და პირველი კაცი, რომელმაც ჩვენ პოლიტიკოსებს ვინც ვარ, როგორიც ვარ, გვაპატია ისეთობა, როგორიც ვარ. პირველი რომელმაც ვარ, რომ დიახ პოლიტიკოსები ასეთები არიან და ასეთები უნდა იყვნენ კიდეც. მან დაახლოებით ასე თქვა, რომ ძალიან მარტივად გამოვარდა მისი ნათქვამი, რომ შეიძლება იყო პატიოსანი შენ თავთან და ღმერთთან, მაგრამ იქნები წარუმატებელი და შეიძლება არ იყო პატიოსანი შენ თავთან და ღმერთთან და იქნები წარუმატებელი პოლიტიკაში. ეს ახლა ძალიან უხეში გადათარგმნა არის მისი ნათქვამისა, მაგრამ ნამდვილად ის იყო 100% შეესაბამება იმას, რაც ნიკოლო მაკიაველიმ თქვა. გარკვეული რაიმე პოლიტიკოსებს უნდა მიყვარდეს ეს კაცი, იმიტომ მან გვაპატია ესეთობა, როგორიც ვარ. აი დღეს მაგალითად ერთი კაცი გარიცხეს ერთი პარტიიდან, რომელიც მანამდე გარიცხეს იმავე კოალიციაში მოვალი მეორე პარტიიდან. ის მეორე პარტია რო ეხოცებოდა ეს კაცი არ მიიღო თქვენს პარტიაში, უბრალოდ ვერა ეს თქვენს დახლე გეუბნებიან, სამიყავი დაკომდა და თუ არ გიხარი სასარიცხი კაცი ყოფილა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი პოლიტიკაში, რომელიც ნაპარტიებია მაკიაველის მიერ, ნაპარტიებია რესპუბლიკანიზმის მიერ. რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მაკიაველი თქვა, რომ მონარქია არ ვარგა. თუმცა მონარქიისთვის წერდა დარჩას და უცნიდა, როგორი უნდა იყოს მონარქია. მაგრამ ჩვენ ხავს ასეთი ბაბული რესპუბლიკელები საქართველოსაც, რომელიც თვითონ მონარქს ამზადებდა და მე თვითონმა ეკლესია მიწუთას გაშიფრა და წვერები დაფრია, იმიტომ რომ ამ ხილეს პრინციპში რესპუბლიკანიზმში უხასიათო. ბევრი სხვა შემთხვევაში მინდა გავიხსენო, მაგრამ ეს უკვე სხვა განწყობაა. მაკიაველი დაეფუძნა იმ ცოდნას, რომელიც მანამდე არსებობდა, რომ ოდესღაც იყო რესპუბლიკური მმართველობა, მაგალითად ძველ რომში. რომის ისტორია იყოფა ძალიან სამ ნაწილად. არის მეფეთა ისტორია, მერე არის რომის რესპუბლიკა, მერე არის იმპერატორის რომი, რომელიც პარჩევის თავისას რესპუბლიკას უწოდებდა და ჩვენ წავაწყდებით ასეთ უცნაურობას. სიტყვა რესპუბლიკა ორ რამეს აღნიშნავს. პირველი ის აღნიშნავს იმას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობ, რესპუბლიკას, ანუ საჯარო საქმეს, ანუ მმართველობის რაღაც სპეციფიკურ სახეობას. მეორე იგი აღნიშნავს სახელმწიფოს ზოგადად. ისე როგორც ქართული სიტყვა სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მეფეზე და ხელმწიფეზე არის ლაპარაკი, აღნიშნავს ნამდვილად ზოგადად სახელმწიფოსაც, საქართველოს, რომელიც რესპუბლიკა არის თავისუფლად. ზუსტად ასე ბერძნული სიტყვა დემოკრატია ძველ და ახალ ბერძნულ ენებში აღნიშნავს სახელმწიფოს და დემოკრატია ეწოდება მაგალითად დიდ ბრიტანეთში. ბერძნულად უკითხავ, იახი არ არის
მონარქია, არამედ არის დემოკრატია, ანუ სახელმწიფო. ანუ ის მამინდა რომ როცა ჩვენ სიმბა რესპუბლიკას ვამბობ, ეს ორგანოს რო აღნიშნავ, ჩვენ იმ ერთზე სახელმწიფოს რო ნიშნავს, არ გვექნება ლაპარაკი, თუმცა რომაელები აღწევდნენ რომ ყველაზე მაგარი რესპუბლიკა იყო სწორედ ავგუსტუსის პერიოდში, ანუ ინდოს როცა ჩვენი წარმოქმნით რესპუბლიკა აყოფდა. ძველ რომში უსავარი დროიდან ჩვენი 1753 წლიდან არსებობს უწყლები სახელმწიფოებრიობა და მის ნაყოფია ქალაქ რომში იმას შესანიშნავად ეწოდება რომ ამ ქალაქში ისტორია არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ეს არ არის ერებულისა და ერევნის შემთხვევა, როდესაც ერთი ქალაქი დაინგრა 2000 წლიდან მეორე-ში და 19 საუკუნეში, იმისთვის რომ მეოცეში 2050 წლის თავზე იმათ ქართველების გულის დასახეთ და რომელსაც ისინი თბილისის სურათს 1500 წელს და 4 წლის მერე გაცხადდა 3000 წლის ნაშთი იპოვეს 2500 წლის ქალაქში. ასეთი რამეების მოხდა. ერთი სიტყვით ძველი რომი მეფეთა შემდეგ, როცა ბოლო უკანასკნელი მეფე განდევნეს, ჩამოყალიბდა როგორც რესპუბლიკა, ანუ საჯარო საქმე. ეხლა პატარა ექსკურსი ლათინურ ენაში. და არის რესპუბლიკა. ამას მნიშვნელობა აქვს იმისრომ, რომ ტერმინები გაუგებარიხდება ყოველთვის, როდესაც იმ ენას მშობლები საიდანაც ისინი წარმოიშვა. აი გულისხმობდა რესპუბლიკაში. რეს არის საგანი, მაგრამ საგანი არა ის, რომელიც გვინდა იყოს, ასე საგანსია ეს. არამედ საგანი, რომელიც ჩვენგან განირთულად ობიექტურად არსებობს. საგანი არის თავი. საჯარო საგანი, ეს არის უპირველეს ყოვლისა ქონებრივი ტერმინი. არსებობს რეს პრივატა და არსებობს რესპუბლიკა. არის კერძო საგანი და არის საჯარო, ანუ ზოგადი ყველას საგანი. ასეთი იყო მაგალითად რომის პარკები. ზოგიერთი იყო პუბლიკა, ანუ საზოგადოებრივი, ყველას გვეკუთვნოდა, უეთავით რომის მოქალაქე, ზოგიერთი იყო კერძო. რესპუბლიკა არის საჯარო საქმე, იმ თვალსაზრისით, რომ იგი საჯარო ქონებრივ საკუთრებას წარმოადგენს. სახელმწიფო, როგორც ყველას უთქმილება, არის რესპუბლიკის ყველაზე უფრო სწორი განმარტება. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ შემდგომ ეპოქებშიც რესპუბლიკას ეძახდნენ თავის თავს, მაგრამ ასწავლებდნენ ისინი მეფის ძალაუფლებისგან, იმიტომ რომ მეფის შემთხვევაში ყველაფერი რაც იყო ეკუთვნოდა მეფეს. თუმცა საკუთრებითი ამბავი თავი. ond ერთი რამ მინდა გითხრათ, მეფე რო გადაადგეს, კარგად არიცოდნენ რა უნდა ეხო. მეფე გადაადგეს, იმიტომ რომ მეფე იყო აუტანელი. და ჩვენ ვიცით პლატონისგან, რომ როცა ვიღაცა არის აუტანელი, მას აუცილებლად გადაადგეს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი გამოცდილება გადაგდებები. ოღონდ ჩვენ ასევე გვაქვს შესანიშნავი გამოცდილება მეზე და უნდა ვქნათ ნოლადში. ზუსტად ასე მოხდა პრეზიდენტში. გადაადგეს ტარკვინის კორპუსი, ანუ ტარკვინის ამაღლი. იმას დაეხმარა მეზობელი სახელმწიფო, მეზობლად ცხოვრობდნენ ეტლუსკები, მოგესწრება ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში. და ეტლუსკების მეფე ორსენა ტარკვინიუსთან ერთად იომა რომის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში დამარცხდა. როგორც იქნა, რომმა გაიმარჯვა და მოაწყდა სწორედ ის, რომ მეფე არ იქნება რესპუბლიკა და პირველი აზრი რესპუბლიკის არის ძირს მეფე. მეორე აზრი იქნება ძირს მეფე მიწასა და ცას. მესამე და ასეთი აზრი იქნება იქვე გამიხსნა სპარსულის იმავე რომში რას ნიშნავს რესპუბლიკა. საჯარო საქმე ნიშნავს, რომ მეფის აღარ არის. მაგრამ მე კიდევ უფრო სხვა რამეებსაც ნიშნავს. როცა არ იცოდე რა უნდა ეთქნათ, გააგზავნეს დელეგაცია იქ, სადაც იციან რა უნდა ეთქნათ. ანუ უწყლებში. ორი ვერსია გვაქვს, ერთი რომ გააგზავნეს პირდაპირ საბერძნეთში, რომ აეთვისებინათ იმათი გამოცდილება, იმიტომ რომ არასოდეს აყოლიათ მეფეები, ზოგიერთ ქალაქ სახელმწიფოში ყოველ შემთხვევაში ან ბიხანია ყოლია დიდი გამოცდილება მეფის გარეშე
საზოგადოებრივი ცხოვრების, სამოქალაქო ცხოვრების და მოქალაქე იციან სიტყვას ნიშნავს და მოქალაქესთან არის დაკავშირებული ყველაფერი, რაც გვეცნია, მაშინ სახელმწიფოს სახელით, სახელმწიფოს გვეცნულად ერქვა პოლიტეია, ანუ სამოქალაქო რამ. პოლიცია ქალაქი, პოლიტეს არის მოქალაქე, პოლიტიკა არის სამოქალაქო, ამბიტი პოლიტიკოს არის სამოქალაქო, პოლიტიკა დაუბრუნდი არის სპეციალისტ არის სამოქალაქო ამბიტი. ხო, სახელმწიფო არის ის სადაც მოქალაქე ცხოვრობს, პოლიტიკა. აი ასეთ ადგილას უფრო გამოცდილ ადგილას გააგზავნეს ხალხი. ერთი ვერსიით იტაპისადებში, მეორე ვერსიით რომელიც უფრო წარდგმოა, სამხრეთ იტალიაში, სადაც იყო ბერძნული კოლონიები, ახალ მოსახლეობა. ჩვენ წავდა ბერძნული კოლონიები, რამდენი ისწავლით მათგან კარგად არ ვიცით, ვერ რაღაცა რესპუბლიკური და დემოკრატიული წყობისა და არაფერი მისწავლია ბავშვობაში, ეპოქაში ძველდროს ვამბობდნენ, როდესაც ხოთი და სოხუმი იყო ახალშენების ბერძნული იოსკურისა და პაზისის სახით. არ ვიცი მაშინ ამდენი ვისწავლეთ, მაგრამ რომაელებმა რაღაცა ისწავლეს და გააგზავნეს ხალხი და აწყდეს ცხოვრება ხელოვნურად. ამისთან და რესპუბლიკა განსხვავებით მეფობისაგან არის ხელოვნების და ბუნების გამოსცემი. მეფობა და ბუნებრივია. მე მგონი ყველას შეგახსენებთ, რომ არსებობს მაგალითად შესანიშნავი ბრიტანული BBC-ის გადაღებული ფილმი ღორების შესახებ. ღორები მგონი სპეციალურად აიღეს, იმიტომ რომ ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში სწორედ ესე იგი მართული კლასი ღორების სახით არის წარმოდგენილი და შეიძლება არ იცომა. აი ეს შემოღობილი BBC-ის დოკუმენტური ფილმია შეუშვეს ღორები. დაბდეს ვარცხი ვარცხი ჩაასვეს წყალი ღორებმა იჩხუბეს თუ მინდადნენ და პირველად წყალს. პირველმა ღორმა მეორემ ყველა მიჩხუბა და რაღაც რიგი შედგა და მორიგეობით შესვეს წყალი. ერთის მეტი იქ ვერ მივახურებდა, ეს იყო გაკეთებული. მეცნიერებმა ღორებს ნომრები დააწერეს. სწორედ იმის მიხედვით, როგორც შეიჩხუბეს და გაიგო მიზნზე მაგალითად იყო პირველი ნომერი ღორი, ლიდერი და 9 ნომერი ღორი. ყოველდღე ხდებოდა ეს აღწერა დაასხამდნენ წყალს და დაეწყობოდა ღორები ისე როგორც ადრე ფეხბურთის გუნდი გამოდიოდა ხოლმე და ახლა მარტო ვანგაალმა გამოიყვანა ასე ნომრების მიხედვით პირველი მეორე მესამე მეორე ადრე ასე იყო ახლა გამოავლიათ 52-ია და 17 და ვიცი ასე არის ეს ისეთი ღორები ცხოვრობდნენ ძალიან მოწესრიგებულად. ანუ ეს ბუნებრივი ყოფილა, ბუნებას ახასიათებს ლიდერის გამოკვეთა და ლიდერისადმი მორჩება. მაგრამ მეცნიერი დღეს ექსპერიმენტის სახით მოიტანეს და იქ სადაც იყო წყალი ჩაასხეს ალკოჰოლი. არ ვიცი რომელი, ეს რო ალკოჰოლია ალბათ ვისკი, არ ვიცი. ან ჯინი. ერთბათ მოკლედ ღორებმა გაიგეს და 9 ნომერმა ღორმა უღია მოინდომა პირველობა. და შესანიშნავი ფილმია, თუმცა აქვს საშუალება იქნებ მომწიოთ, მე სამწუხაროდ დიდი ფილმი ნახე და მე ვერ ყოველდღე მაშინ არ იყო ისედები დამჯერი. მაგრამ ნამდვილად ესეთი რამ იყო, პირველი ნომერი ღორი აღმოჩნდა სულსაც ისეთი ჭკვიანი როგორც იმრონაშია მე ვახსენე მივდა რაშიაცა თუ მივდა და ვარცხილით ეს დინგი გადააგდო და გაღვარა უწესრიგობის მიზეზი იყოვა დაღვარა და შემდეგში რო გაჩნდა წყალი ეგრევე ღორები დაეცა ისე პირველი მეორე და არანაირ სამართლი მეცხრე იყო მეცხრე აღარული იმის მამინდა რომ მეფობა საკმაოდ ბუნებრივი რამ იყო გამოვლენილი იყო რაღაცნაირად ბევრი მეთოდი დასაგებია რა მეთოდი იქნებოდა ფიზიკური ძალა ვიღაცას მეტი მიეკნებოდა ვიღაცას მეტი და ასე შემდეგ ბუნებრივი მეფობა ადვილი მეფობა ჩვენს ვიცით რა ადვილია ჩვენ ძალიან იოლად ვეკორჩილებით ხოლმე იმ ადამიანს რომელიც ჩვენს ფიზიკაში გამოირჩევა რაღაცა ნიშნით იმდენად ოდნავ რომ გამოირჩევა ძნელია მაგრამ ძალიან რომ გამოირჩევა
აღიარებს ხოლმე. მაგალითად, გავაკეთონი, მიუხედავად იმისა, ვიცი, რომ ქვეყანაში ცხოვრობს და ძალიან გვიჭირს ვინმე საერთოდ რამე აღიარება, მაინც აღიარებს პოეტების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ლეონიძის შემოგვდა, ეძღვნა, რომ გავაკეთონზე უკეთესი პოეტი იყო, მაგრამ ნუ ახლა ვაპატიოთ რა მოხდა. ბევრი რამე. იმის თქმა მინდა, რომ მეფობა ადგილი აზროვნება ის ჩემზე ძლიერია, მე იმას ვაღიარებ, იმას ჩემზე მეტი ფულია, მე იმას ვაღიარებ, ის ჩემზე მაღალია, ჩემზე ლამაზია და ასე შემდეგ. და ძალაუფლების წყაროები ბევრი არის. რთული აღმოჩნდა უმეფობა. და უმეფობა აღმოჩნდა რთული, იმიტომ რომ ხელოვნური არის და გასაკეთებელი იყო რომაელებმა რაც მოუწევს იმას მოგახსენებთ. წავიდნენ ბერძნებთან და ბერძნებისგან ისწავლეს აი რა პირველი. ჩვენ არ გვაქვს საუბარი მართლაც დემოკრატიის ისტორიაზე, თორე ახლა საერთოდ თავიდანვე ბერძნები დავიწყებდით, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი, რომ რომში დემოკრატია არის მთავარი სიტყვა. ჩვენ რომ ახლა ცხოვრობ ორ ხალხს უნდა უმადლობდეთ რაღაცზე, დემოკრატიას ბერძნებს, სამართალს რომაელებს. ბერძნული დემოკრატია, რომაული სამართალი, როგორც ჩანს, იძლევა იდეალში შუა საუკუნეების შანსს აღადგინოს სწორედ ეს. რენესანსი ძალიან მსხვილი ტერმინია, იმიტომ რომ რენესანსი არის იმის აღდგენა, რაც არასოდეს არ ყოფილა. რენესანსი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ის, რაც ვითომ აღადგინა. ეს არ იყო ხელახალი დაბადება, იყო დაბადება თავიდან. მაგრამ მსხვილი ტერმინია, ეს როგორც მსხვილი ტერმინი თავაზობენ დღეს სამართლიანობის აღდგენას, მაგალითად. ჩვენ ვამბობთ, ახლა აღდგენ სამართლიანობა, რომელიც სამართლიანობა როდის იყო სამართლიანობა, რომელიც უნდა აღადგინოს. გასაგებია, რომ ესეც რენესანსი სპიერი ტერმინია, მამაზად ჟღერს და სპიერი ლაპარაკია, რომ ვიღაცა უნდა ააშენოს, უნდა შექმნას, ხელოვნურად უნდა მოიფიქროს სამართლიანობა. რომში სამი შანსი იყო მოქალაქეს გამოეხადა ასე. სამნაირი კრება არსებობდა. ერთი კრება თქვენს კოლეგას ვაკითხვის მენაბდეს მოეწონებოდა ძალიან, იმიტომ რომ იყო კონსტიტუციური კრება, თუმცა მოქალაქეები იყიდებოდნენ და კონსტიტუციას ცნობდნენ. შესანიშნავი რამ არის. ესა ჩვენთან ეგეთი რამ რო იყოს, ესე ძალიან საჭიროა, მე ვიცი ერთი საკითხი, რომელსაც შევიდოდი სამხობრით, რომ იქნებოდი შველოს რაღაცა, მაგრამ არ გვაქვს ჩვენ ესეთი არ ციფრთა სკალებას არის ეს ამბავი მოხდა. მეორე იყო ხდება რომელიც ყველა საკითხს აგვარებდა და განსაკუთრებით აგვარებდა მოქალაქეების ჩამოქმევა, მოქალაქეობის მინიჭება. თქვენ ახლა იცით ვის არის ეს გადაცემული ეს სიტყვა, იქ სახალხო კრებას ქონდა. და მესამე იყო ეგრეთ წოდებული ცენტურიების კრება, მთავარი კრება, რომელზეც ხდებოდა ყველა ეს არის დემოკრატიის რომაული რესპუბლიკის ერთი დონე. მეორე დონე არის გაცილებით მაღლა, ეს არის ეგრეთ წოდებული სენატი, რომელშიც ყველა მოქალაქე უნებრივია მოხდება და როდესაც უნდა მოხდეს მობილიტეტი და დაიწერა უამრავი კანონი, რომელსაც განსაზღვრა ვინ შეიძლება იქნებოს. როგორც კი ჩახედავთ, იმ წუთას აღმოაჩინეთ, რომ ეს რომაული არ ხელოვნურია, მოფიქრებული და გადმოღებული არის საბერძნეთში. საბერძნეთში კი ამბავი მოხდა ასე. ეს ჩვენია, ეს თავად სახელმწიფოში სამოქალაქო ომი მომწიფდა ძალიან სერიოზულად მონების საკითხებს. ღარიბებს აქვთ მდიდრების ბალი დადებითია, მდიდრებს აქვთ ფული, რომელიც დაასახეს ღარიბებს, მიწას ვერ იღებენ, ორივე მხარე უკმაყოფილოა, ომი უნდა დაიწყოს, მაგრამ აზრი რა არავინ არ იცის, იმიტომ ეს ღარიბი თავის თავს ბერს ქონებაში და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გახდეს მონარქი. მაგრამ მონარქს არ იძლევა ეს მარტო ჩვენ სახელმწიფოში ეცედა, რომ მონარქობებულ სახელმწიფოში ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა მონა არასოდეს არაფრის საფუძველს არ წარმოადგენდა გასაგებია აგერვათ დაბალ ხელფასიანებით უნდა იბრძვათ და ვიცით ჩვენი შრომა რა ნაყოფიერია უკაცრავად მონური შრომა არა ნაყოფიერია. ანუ რეალურად საბერძნეთი არასოდეს არ იყო ეკონომიკურად
მონობაზე დამოკიდებული. საბერძნეთის ქონება მოდის. საბადოებიდან ყოფითი ომებიდან და ასწავლება ჩვეულებრივ. მონების შტობი არასდროს არაფერი არ შექმნილა. გადა ზოგიერთ ნაწარმოებში ნახსენების თუმცა რომ ეს ყველაფერი მონების აშენებულია და ეს ყოილია მონება არაფერი არ არის. მე შემიძლია ამას მიუბრუნდე რატომ ვაგინებთ ხომ ძალიან იოლად ვაკრიტიკებთ ძველი საბერძნეთის დემოკრატიას და რესპუბლიკანის, იმიტომ რომ იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ არ ხვდება ჩვენებები არ ხვდება. პირდაპირ გეტყვი საბერძნეთის ქალაქი ათენი დაახლოებით შემიძლია გენდარიშოთ რამდენი კაცი იქნებოდა. 17,000 თავისუფალი მოქალაქე უნდა ყოფილიყო. დაიგავიცა ზუსტად. იქიდან მიწყდა დიონისეს თეატრში 17,000 ადგილი. დიონისეს თეატრში დასწრება შეეძლო ყველა მოქალაქეს. შემთხვევა რომ ვიღაცას მუხლებზე აჩდა აღწერილი არ არის. შემთხვევა რომ თეატრი ცარიები იყო აღწერილი არ არის. თეატრი იყო პოლიტიკური ცხოვრების ისეთი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჩვენ აღარ შეგვიძლია და წარმოვიდგინოთ უბრალოდ რომ ყველა მოქალაქე დადის თეატრში. თუ ყველა მოქალაქე დადის თეატრში, მაშინ ირკვევა რომ მოქალაქე თავისუფალი ყოფილა 17,000 კაცი. ეს ნიშნავს რომ კიდევ მამაკაცები, ეს მაგრამ მამაკაცები არის, კიდევ მამაკაცები იქნებოდა 9,000 კაცი. რომელთაც არ აქვს ჯერ მოქალაქეობის ასაკი, სულ ესე იგი თავისუფალი ადამიანია 20,000, საერთოდ მოქალაქე არის 15. ამდენივე დაახლოებით 20,000 უნდა მიაღწიოს, რომ იქნებოდა ბატონი, რომელსაც არნაირი თეატრში ვერ დადიოდნენ, მათგორებს კაცები ასრულებდნენ, სპორტში ვერ მონაწილეობდნენ, ოლიმპიადაში არ მონაწილეობდნენ, არც მაყურებლების და არც მონაწილეების სახით. ესეც თქვენი 40,000 კაცი. და ცნობილია შეფარდება თავისუფალი მონარქი სამთან. ესეც თქვენ კიდე 100,000 კაცი მიუმატება 100,000. დავუმატეთ უცხოელები ეწოდება ეტიკოსები, ესენი არიან მე რო ვარ სტუდიაში და რო ხარ თბილისელები და მე რო ვარ ბათუმელი, მე ვიქნებოდი ეტიკოსი და უმოქლებო განდა. თუმცა თქვენ ახლა თქვენ დაანწმებით და გავათისმერად არჩევთ კაცი, მოიწამო რამა გასული ვახტი, რომელიც არ არის დაბადებული ქალაქში და გავიმეორებ ქალაქების არიზის, ბერლინის, ლონდონის, ნიუ-იორკის და შემდეგ მიხსენებდი და ყველგან ნავი ყოველთვის იყო რომ მაგი არ არის ამ ქალაქში დაბადებული. ვიღაცას ეკონა ეწოდი კაცური გამოგონება არ არის. ყველგან იყო ამასობა. ცოტა გინახდა. სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ ათენში თუ დედი და მამი გარიყავი ათენელი არიან მოქალაქე ჟენარისტები. და ამ ქალაქში იმ ვითარებაში, როდესაც ღარიბები და მდიდრები ერთმანეთს სასტიკად გადაეყენებდნენ, ერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ, როგორც მე გაამართლებს ამას ყველაფერს ნიკოლო მაკიაველი, იმ გზით რაცითაც პოლიტიკოსები მოდიან სათავეში, ორივე მხარეს მისცა გარკვეული პირობა, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომში არ შეძლო. ღარიბებს დაპირდა თქვენი მე გადათავისუფლებ ბალენისგან, მიდრებს დაპირდა მე გარკვეულისგან ამოვიდებ საკითხს. და აირჩიეს არ ხონდა. ეხლა სისტემა იყო ასეთი, მაპარკეთ ისტორიული ამაზრობა და ისე თქვენმა ესიც მაგრამ სისტემა ასეთი იყო, რომ 9 არქონი იყო, მაგრამ ერთი იყო უფრო მაგარი. ამ ერთ არქონდა საქართველოს პრეზიდენტი. კაცი შეძენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთი წელი. ამის შემდეგ ის მაგარი იქნებოდა. მაშინ რომ აღარ არჩევს. მაგარი ვარ მე, ვაცხადებ ჩვენთან ირანა. რაც აღნიშნავს იმასაც, რომ ირანის ტრადიციისიანი უიმეს ეკვიდება და შეგახსენებთ, რომ ისეთი ტრაგედიას, რომელსაც ჩვენ კარგად ვისმენთ, ქართულად ყოფია უიმპოსნე და ბერძნულად ქვია უიმპოს ირანას, უიმპოს ირანი.
ტირანი იყო ყველა წარა დაბადებული და მოხდა მეფე იქნება ტირანი თუ უცხოეთიდან ჩამოვიდა ეგეთი საქმე გავიგებდა ჩვენ მეფეს დავხსნით იქნება ტირანი ანუ ეს ტერმინი არ შეიცავდა უარყოფით კონოტაციას შეეძლო სწორონს წარმატებული რეფორმში ავტორიტეტ ტირანი და მას შესწავლა მაგრამ მან თქვა მოდი მე გავაკეთებ რეფორმას იქნებოდა ფიცები და შემდეგ მე საერთოდ წავალ პოლიტიკაში. ვიასაც შეიძლება ეცნობა. წავალ და მაგრამ მე შეიძლება დაგიკვირდეს და მართლაც წავალ. მეცაც ვერნიდან და დაახიცი წავიდა ეს პროგრამაში როცა ეგნიტე მესოპოტამია მოგდა და წავიდა. არც Skype იყო არც Facebook-ი მოგდა კავშირი გაწყდა Nada, quando anche in serio, c'è una comunità in modo. Non è a partire da ciò la pilota non è più la parte quando repubblicani di stava italiani sinagoghi hanno dove è canone della sinagoghi che è più canone della procedura che anni fa non parato il vero sahenci possa puzveli aris ეკონომიკური შეიძლება მოქალაქეებისა სასაფუძვლები სოლონის რეფორმის. და უწევ 593 წლები. ამ დროს იწყება ასეთ რესპუბლიკური იდეა, იწყება იმით, რომ მოქალაქეები აღიწერდნენ ეკონომიკური ცენტრის მიხედვით. რასაც იქნებოდა ჩვენი საქმე წარმოიდგინეთ, უკვე განისაზღვრა ასე. არიან 500-იანები, 300-იანები, 200-იანები და 200 ნაკლებიანები. რას ნიშნავს 500? წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ერთ-ერთი, რომელიც არის დაახლოებით 50 ლიტრი, ზუსტად 50 მეასეთი ლიტრი არის მედინანი, ასეთი საწყაო, რომელიც როგორც ხორბალს და მარცვლოვს, ისე ზომავს ვინოს და სეტს. სულ ასეულ სამი ქონება. ხორბალი, ვინო, შეიქმნის. ესე ნაკონტას ყველა დაახლოებით 500. თუ 500 მედინი გაქვს, ანუ 500 გაამბავე 52 მეასეთი, ანუ ბევრი ძალიან გომენინე ან სამივე ჯამში და ამაზე მეტი ამაზე მეტი ქონდა იყავი ეგრეთ წოდებული პენტაკოს მედინიანი, ანუ 500 მედინოსიანი, ანუ პირველი კლასის მოქალაქე. თუ ქონდა 500-ზე ნაკლები, მაგრამ 300-ზე მეტი, იყავი პეს, ანუ ხედა. ეს ნიშნავს, რომ ყავს ცხენი. ცხენი ნიშნავს, რომ ომში მიდიხარ ცხენით. Roman, adesso la ragazza americana mi ha nanato senza un genero che era non so se è giusto che ha finito ma non ha detto basta proprio senza scelto ma lo scelto da finita storia se non da shobat o in agani non da shobat e se usci a vedere da me cosa dei da niente sa chi le seguita a sottovi a senza era in stare un dia Probabilmente accendeva magari teniamo bazovini un'idea სადაც არგონავტების განათლების ნიშნარი დარბიან ზუსტად ეს რა ატლის გამოგონება. ცხენის შენახვა შეგვიძლია უკვე წამოვიდა. დაახლოებით რომელი მითის შენახები ხავს. ოქიორი მანქანა უნდა ხდეს, ეგეთი სასწაულო ამის შემდეგ იყვნენ ეგრეთ წოდებული ზერგიტები არიან ისინი, ვისაც 200-ზე მეტი აქვს, მაგრამ 300-ზე ნაკლები და ზერგმა უღელს ნიშნავს და ზერგიტი როგორც ჩანს, უღელი ხარი შეიძლება ყავდეს ეგეთი ხარი. სამის არიან ეთერი დაბალი კლასი, რომელსაც ის 200-იც აქვს. აი დაადგინა ვისაც 500 აქვს, უნდა შეუძლია დაიკავოს აი ეს თანამდებობები და მისცა გამონათლა. შემდეგ თქვა, ვინც მხედრები არიან,
იმათ შეუძლია დაიკავონ ეს თანამდებობები და მისცა ჩამონაკლა. ვიღაცა შეუძლია ნაკლები, მაგრამ არავინ არის ისეთი, რომელსაც არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ეკლესიაში, ანუ საჯარო კრებაში, სახალხო კრებაში. სახალხო კრება წვეთს ყველა საკითხს. ყველა საკითხი წდება სახალხო კრებაზე. ეს აღგვი წარმოსადგენია, წარმოიდგენთ, რომ კლასიკურ ხანაში 20,000 მოქალაქე იყო, რა უნდა 20,000 შეკრებას ჩვენ ყოველთვის ტრაბახობდით, რომ 20,000 მიტინგი რა პრობლემაა, როგორ მიგვიდით, არ გვინდა ეს მითოსი არის, მაგრამ 20,000 რო დიდი რიცხვია და თემის. ჩვენ მაგალითად 300,000 გამოუყვანეთ და 100,000 და აკუბარდია მე ამდა ბარდატო მეზე 400 უნდა გიანგარი შევდა თეგამდე ბევრი რა ვიცი ჩვენ დემოკრატიის ყველაზე უფრო სახალხო ნაწილია. ერთი თვით სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება იყო ის, რაც მიიღეს კანდიდატმა და მათ მიიღეს ასევე საერთია ვალებისგან გათავისუფლება, მაგრამ არ მიიღეს ის, რასაც ელოდნენ. აი პოლიტიკოსები ეგეთი ხალხია. მიხვალ ეთქვი რა დამკვიდრება, მეზეუნა უგერთა თავისუფლება, ვალე გვაქვს ვალს. ხო, მაგრამ ლატეკოსი არ შემიძლია იყო. მანამდე რა შეგეძლო, მანამდე მაგაზე ფიქრობდი და თუ არ იმქონდა და ეხლა ხო მეტი მოუნდა ხალხი. გაირკვა რომ ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყოფა არის ძალიან უდისო სამართლო, მაგრამ ერთადერთი შესაძლებელი ამბობ ეს ყველაფერი იყო ხელოვნური. ხელოვნურად ამაზე ეს ვერაფერი ვერ მოიფიქრა. მე მწვენია რომ რომელ საუკუნეში ვარ ჩვენ ახლა და ვერ შემოვიფიქრეთ ამაზე უკეთესი და თქვენც ასე გადავდო ისაც მეტია იმას მეტია და გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარად და ძალიან ბევრი ძველი ბერძნებისთვის რო გეკითხა დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები, დღევანდელი საფრანგეთი, დღევანდელი დიდი ბრიტანეთი დემოკრატია არა მათი წარმოადგენს კლასიკური ოლიგარქია. იმიტომ ზუსტად ასე განმარტავენ ოლიგარქიას, რომ დიდლები მართავენ. დიდლები მართავენ. ჩვენ ახლა აღსანა და თქვენ მოპარაკოთ იმის ჩაფიძის ქონება ირჩევა და ორთქალი იქონია ის სოციალური. რომელიც ყველაზე კარგია თქვენს რიგებში და მეგობრებო მე ვარ ისტორიები, მაგრამ დიდი განსხვავება ჩვენ შორის არ იქნება. და მაინც ის აღქმული იქნება როგორც დიდარი კლასის წარმოადგენელი სახლების მოხალხეობა. ძველ საბერძნეთში გაჭირვება მართლა გაჭირვება იყო, ანუ ერთადერთი რაც მოიფიქრეს კიდევ ხელოვნებაში. ამის მეტი ვერ მოიფიქრა სულობა. კიდევ ბევრი რამ მოიფიქრა, მაგრამ ასეთად დაყოფა იყო ერთადერთი შესაძლებელი პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი რაც მან თქვა, ეს არის სახელმწიფო ჭირდება რუსას. და მე ახლა ჩავუსვა ორ რუსას. პირველი ყველას ვინც კი ოდესმე ყოფილა არ გავკარგა. არ ვიტყვიას, რომ შენ ძმა გუშინ იყავი დღეს მე ვარ და არ ვეტყვი იმას, რაც მომხდა ერთმა ძალიან ლამაზმა კალბატონმა წინსწინა პარლამენტში. ეხლა ჩვენ ვარ პროცესი და ისე იქნება როგორც ჩვენ ვიყვით და როცა თქვენ მოყვართ, ისე იყოს როგორც თქვენ ვიყვით და მე რომ თქვენ და უცხოეთ ასე გვინდა რომ იყოს მე მართლაც რომ მასე რო არ არის კარგია და იმან რო თქვამეთი და ეს არა ჩვენს რიგებში ახლა. ანუ ისლამის კალბატონი ამჟამად არ ყავს, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ასე ფიქრობდა. ეს ფიქრი ჩვენ ვარ პროფესორი და როგორც ჩვენ მინდა ისე იქნება, ეს ფიქრი ძველია საერთოდ. სამწუხაროდ და დიდი არაფერი არ შეცვლა მაგის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ სოლონის რეფორმებმა პირველი რაც გააკეთა ის, რომ ყოფილი პოლიტიკური ფიგურები არ დაკარგა. თუკი ვინმე რამეს წარმოადგენდა, თუკი ვინმე რამე იცოდა, იმათგან შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელსაც ერქვა არეოპატია. მე ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ახლა ვყავდეს საბჭო, რომელშიც შედიან მაგალითად ყოფილი პრეზიდენტები, მათი პარლამენტის წევრები და სხვადასხვა და რაღაცა საბჭო და უჩვენებთ. შეიძლება დაიწყოს, შეიძლება არ ვერგეთ. ეს ერთი გუზა სახელმწიფომ ჩაუშვა. ამოცილი და თვითონაც შევიდა ამ არეოპატიაში, როგორც არქონტი, მოქმედი არქონტი იყო ამის. მეორე ოთხი ფილე იყო მაშინ.
4 რეგიონი იყო ქალაქი ათენი და 4 რეგიონიდან 100 კაცი არ შეინა წილის ხრით. ძალიან მნიშვნელოვანია წილის ხრით და არა კენჭის ხრით. ანუ შემთხვევით ხალხი 100 და 400 საბჭოში იქნა, რომელსაც ჰქონდა თავისი რეგულარული. ბოლოს გამოვიდა ისეთი, რომ მოქალაქეთა 1/3 მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში აუცილებლობით. ხოლო ცხოვრების განმავლობაში და თუ ცხოვრებდა 40 მოგიწევდა მონაწილეობა ყველა მოქალაქეს სახელმწიფო საქმეებში. დასაწყისი იყო სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღება პარლამენტში, რომელშიც 400 კაცი. ეს აბსოლუტურად იყო ძალიან მოუხერხებელი სისტემა. ამიტომ ცოტა ხანში დაახლოებით 100 წელიწადში ეს ყველაფერი დაიშვეცა, შეიცვალა და მოვიდა კიდევ ერთი მამა, ასე ვთქვათ, ძალიან ძველი მამა დემოკრატიისა და ერთ-ერთი მამა მომავალი რესპუბლიკანიზმისა, რომელსაც ვთქვათ ისთენე, რომ ახლა 400 ცოტა და ბევრია ერთდროულად. საჭირო არის 500, მაგრამ ერთდროულად 40. დასნიშნავს ნახეთ როგორ გააკეთა ისინი იყო დიდი გენიოსი უყვარდა რიცხვი 10. ყველაფერი გააკეთა ასეთი სისტემაზე მოაწყო. ქალაქი ათენი გაგვა 10. ქალაქი ათენი ესაც დაყოფილია 10. ქალაქი ათენის ნამდვილად არის 10 ქალაქის ნაკრები. 10 მერიკოს. ერთი მერი ქალაქ ათენის მე ყველაფერს პროცესი არ არის. როჩავიდე რომელი ათენდარმანი იყო და 10 დარმანი. არის თქოს არასოდეს ათენში არ ჩახვიდე და აქ პოლიტიკოს იმუშავებდა ომეროსის უნდა დაიწყო. და 10 ომეროსის 10 ქუჩა 10 ქალაქში. აი ვარვარაში ერთი რეალიაში მეორე აკარნაში მესამე და 10 ქალაქია და 10 ქალაქის ყველა. არ დაგაგმიოთ ამბებმა პოშტაში როცა სახელმწიფო ქუჩის ისიც კითხეთ ათენის რომელი ქალაქიდან. ანტარმაგეთ რომ დაწმინდაზე იყო ქალაქის ქუჩა და ამავე ქალაქის ქუჩა იყო სამართლებრივი წარმოდგენაში. იონცალოს. ერთი სიტყვით 10 ნაწილად დაყოფთან ისე რომ მოწეოდა 3 მხარე. ზღვის ნაწილი, ქალაქის ნაწილი და სოფლის ნაწილი. ანუ 30 ნაწილი ახლა და თითოეული რჩევდა 50 კაცს. თითოეული წარმოადგენდა ქალაქის საბჭოში, რომელსაც ერქვა გულე 50 კაცს და ახანაკი იყო გასაგებია გამოდიოდა 500, მაგრამ 500-ის ერთდროულად მუშაობა არ ვარგა. განაიარეთ მოსყიდება გვაქვს 50 წელს შევკრიბეთ ვერასოდეს. პირველ დღესაც კი არ ვიყავით 50 პარლამენტარი დარბაზში. შეუძლებელია და ახლა გადავაჭარბეთ დიდი მდგომარეობა რა ხდება ნიკეზე. ერთ სიტყვით იმის მამინდა რომ დაადგინა წელიწადში არის 10 თვე, ასეთი იყო ბერძენი კალენდარი და 10 თვის მიხედვით თითო თვეში მორიგეობდა თითო ფილეს, ანუ თითო ქალაქის, თითო მიათედის ხალხი, რომლებიც იყვნენ გულერტები, ანუ პარლამენტის წევრები, მაგრამ მორიგეობის დროს იყვნენ მაგარი გულერტები, ანუ ბრიტანელი. იყვნენ ბრიტანიაში, ანუ მოქმედი გულერტები. საბჭოს წევრი გულე არის საბჭო, გულერტი არის საბჭოს წევრი, ხოლო გულერტი, რომელიც ახლა წუთას მოქმედებს და პრეზიდენტს გადაწყვეტილებას მაგალითად საკუთაურის რაიონია დღეს ქალაქის უფროსი, აი ისინი არიან ბრიტანელი. ვერ წარმოიდგინეთ რა ეფექტური აღმოჩნდა ეფექტიანი აღმოჩნდა ეს სისტემა. ძალიან დიდ ხანს გაძლო, სანამ ათენი არ დამარცხდა სხვასთან ბრძოლაში. აი ეს გამოცდილებები არსებობს. კიდევ ბევრი რამ არის. სოლონმა მაგალითად მიიღო კანონი, რომ მას ვალდებულება აქვს ირაში სამში შეასრულოს თავისი მოვალეობა. ეს ვალდებულება რამ საერთოდ მე ძალიან მოწონს ეს. განვითარებაზე იყო ორიენტირებული. გარდა ამისა, ძალიან უცნაური კანონი თვალებს მოეწონება გენდერული განსხვავების პროცესი. თუ ქალის ქმარი აღმოჩნდებოდა სვედანი, თავისუფლება ჰქონდა სხვა მამაკაცთან დაეჭირა კავშირი, ოღონდ ის უნდა ყოფილიყო მისი ქმრის ნათესავი.
რომ სადმეს მაგალითად ათასი იყო გასაგები თქმება იყო ასწავლე ამ შეფეთს. კიდე ბევრი კანონია შემიძლია გავიცნო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კანონი მიმიყვათ ძალიან იყო ასეთი რესპუბლიკანისთან შეიძლება პირდაპირ კავშირიც კი არ მოაჩნდეს. ეს არის კანონი ასეთი სამოქალაქო დაპირისპირების დროს ეპატიება ყველას რომელიც იბრძოდა რომელიმე მხარეს. ხოლო ქალაქიდან გადაიღებული იქნებიან ეს აპარატურია სტრატეგი ისინი რომელიც არ მონაწილეობდნენ სამოქალაქო ომში. ეს ასე თქვა ჩვენი შუაში სიტყვის გასაგონად უნდა ვთქვა რომ სოლონი ყოფილიყო ყველაზე სპეციფიკაციის სახელი იქნებოდა მართლის სოლონი. მან მოიფიქრა რომ მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. გარდა ამისა მან უნიემიცნაური და მოიფიქრა შეგვიძლია შეწყოთ ბოლოს მარტო მონეტს აეკრძალა ბიჭების საჩუქრების გაკეთება მათი გულის მოგების მიზნით. რაც ნიშნავს რომ იგი მოქალაქეები ახალისდნენ ამ საქმიანობისკენ. სოლონი ძალიან აქტიური ხალხი იყო ერთწლიანი სიყვარულებისა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის თავისუფლად უამრავი სხვა რამაც არის გასაგებიც და გავდებაც. ქრისტიანის რეფორმების შემდეგ ათენი გახდა უმძლავრესი ქალაქი სახელმწიფო. არ მინდა ისტორიაში დააკვირდა ამ ერთი ბეწო 50,000-იანი ქალაქმა 200 მილიონიანი სპარსეთის იმპერია დაამხა. ამეტი რა ვთქვა, ამეტი ძალა გადამოაყენა. ეს რა თქმა უნდა იყო ძალა ხელოვნები დაწყობის ნახლა ამოსთა ხელოვნებაში და ამერიკაში და როგორ დაიბადა აი ეს ქალაქი აღმოჩნდა და მათი წესები აღმოჩნდა იდეალი რომაელებისთვის როდესაც დაკუნინესი გააკეთეს. დავითუნდა იქიდან წამოვიდეს რაღაცეები რომელიც გადათარგმნეს რომაულად. რაც ნიშნავს რომაულად და აქ ახლა ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტები შეიძლება ზოგადად და თუმცა ეწოდება რომ რომაელები ცდილობდნენ ბერძნებთან გაჩერებას. მეტიც რომაელმა დიდმა პოეტმა ნაციონალური ეპოსი შექმნა ბერძნების ჯინაზე და თქვა რომ ჩვენი საწყისი არის ანტიბერძნული კერძო ჩვენვარ პროელების შთამომავალი. ბერძნები ახლა პროელებს ეწოდნენ და ახლა ამათ შორის იშკობა აი ჩვენ ბერძნების კი არა პროელების მემკვიდრეები ვართ და დიდი ტყუილია და თუნდა ისტორია და ასე და ეს მოეწონა ძალიან მაგრამ ტყუილია ის რომ კაპელები ვართ ამირანი და მიჯაჭვული ვართ და მაგრამ ხონდა ეს დღესაც გვაქვს ზოგიერთი რომ მიჯაჭვული იყოს მომიწევს ამ ხატი შეცვლა ხო ნაგადი წერეთები ამ პროცესში უნდა გავიაროთ ჩვენ არ მიჯაჭვული ამირანი თუმცა ახსნილი და მაშინ არ მიასასწრელი იყო ამ მიჯაჭვული ამაგრებია და რა ვწნა და ასწრენ და რა ვწნეს მე გაიგო რომ ისა ჯაჭვი ეს ის მასალა ერთ სიტყვით იმის მანდა უპასუხო როდესაც მიაჩნია ამ ცოდნას აღმოჩნდა რომ ბერძნები და რაღაცების პირდაპირ წამოღება მათაშორის პირველი გააშუქა ქალების ასეთი მომხმარება მათთვის მოუღებელი ბერძნები ქალები საბერძნეთთან ძალიან საინტერესო ქვეყანაა ყველაფერს ბინძურს და გახსნებს ერთგვარ ამაზეც არის. ესაც ძალიან ბერძნული მოვლენა. ყველაფერს აი არასოდეს ისინი არ ეხმარო ისეთი სიტყვა როგორიცაა ბოზი, ბოსკი, როგორ გეკარგება. ბოსკი მეგობრა. არასოდეს არ იქნება ეს ტერმინი. მეციხოვნები ჯარს ჩააყენებენ და იქა ოკუპანტი კი არ ხია. ამერიკა მშვიდობის კორპუს. და ასე შემდეგ. ბერძნები და ამის დიდოსტა. ენობრივი დიდოსტა. რომაელები არა. ამიტომ ბერძნები სამყაროში გადმოდიოდა. რომაელები იგი თავისებურად გადაწყდა დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ახლა ნახეთ იმათი ღმერთების კი გადმოიტანეს და თავის ღმერთებს მიაწერეს ის ფუნქციები, რომელიც არასოდეს არ ჰქონია. მაგალითად, დიდ ღმერთ მას მიაწერეს ისებები, რომელიც უნდა არის. ეს ქალმე მინერვა მიაწერეს ათენას ფუნქციები
და მე გაიგო რომ მასშტაბი ომის მეთქი და გაიგო რომ ბერძნებს დაშორდნენ, იმიტომ ბერძნებისთვის არეში არასოდეს არ იყო არანაირი შეგრძნების მეთქი, ომის მეთქი ყოველთვის იყო ათენა, იმიტომ რომ ათენა არის სამართლიანი ომის მეთქი და არეში არის უსამართლო კულტურული და დამპყრობილი და არასოდეს ომის სპას. იმის მანდა ბერძნები გაჩერდი იქნა, რომაელები მეომრები არ გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ დაგვიმართ. ჩვენ მემკვიდრეებს დაგვიმართლა ასე რომ არ გავდნენ ერთმანეთს. ყველაფერი ვერ გადმოიტანეს და რაც თავარია ვერ გადმოიტანეს. ხაბარი ბერძნული იდეების შესახებ, რომ ქვეყანაში უნდა ყავდეს არაფორმალური დირექტორი. საბერძნეთს ყოველთვის ყავდა არაფორმალური უფროსი. აი მაგალითად, არასოდეს არ ქონდა და არ უჩვენია მოქალაქე რომლის სახელი იყო ერი. მაგრამ 15-ჯერ იგი იყო არჩეული ისეთ თანამდებობაზე, როდესაც ღია სტრატეგოსი. სამხედრო 10 სტრატეგოსი იყო, ერთ-ერთი სტრატეგოსი იყო 15-ჯერ. ყველა მოცის, რომ ეს მისი ქვეყანა იყო, მისი მმართველობა იყო, და პრეზიდენტი იყო დღევანდელი, მაგრამ ფორმალიზებული არის. რომი ვერ იტანს არაფორმალურ ურთიერთობებს. ამიტომ რესპუბლიკანიზმი იწყება, მიუხედავად ბევრი საწყისისა, რომელიც საბერძნეთში იყო, რესპუბლიკანიზმი ნამდვილად იწყება მხოლოდ რომში. რატომ? იმიტომ რომ რომმა მოახდინა ყველა ძალაუფლების ფორმალიზაცია. რომში ითქვა, რომ ქვეყანას მართავს მაგალითად ორი კონსული, რომელიც აირჩევა ამადან დროს. წელიწადი, პოლიტიკური წელიწადი იწყება რელიგიური წლისგან განსხვავებით როდესაც დესპოტია ახალი წელი. რაც ისეთი აი 60 და 60 წლის და პირველად გავიდე რომ დღეს ახალი წელია. იმიტომ რომ არ ვიცი სექტემბერი კარგი დღეარი და არა იმიტომ რომ ესე იგი ამ ხუმრობისთვის არასოდეს არ არის არასავადას მოვიცადეთ როგორც იქნება. ახალი წელი არის მიგორია. მაგრამ რომში პირველი იანვარი იყო პოლიტიკური ახალი წელი, ძალაუფლებაში შედიოდა ორი კონსული, ხოლო 1 სექტემბერი იქაც იწყებდა წელიწადს. ხოლო უკვე ადრე, და მე ახლა დაგიკითხე, წელიწადი იწყებოდა სხვა დროს, როგორც განაგვიჩენს. უკვე ახლა არის სექტემბერი. მე მოვა ოქტომბერი. სექტემბერი ნიშნავს სექტემბერი არის 7 ბატონო. ახლა არის მე-7 სინამდვილეში. ეს რაც გადავთვალეთ და მოთვალეთ. აჭარული დოდის არის კონსულტანტი და ჩემმა ძმამ 1 მაისში მოუწია და ის კონსულტანტი აპრილში მაისში იწყება მარტში იწყება ახალი წელი. როგორც ჩანს, უნიობა დასაზღვრავდა ეს და ამის თანასწორობა დასაზღვრავდა ახალი წელი. ამიტომ ეს არის მეათე და დეკემბერი არის მეათე დროს სინამდვილეში. სხვათა შორის ისტორიულ ხანაში ჩვენ წინათვერს აგვისტოს და ივნისას თავისი სახელები ჰქონდა შესაბამისად მე-5 და მე-6. ინგლისი და სექსტილისი. სანამ სექსტილისი არ შეიცვალა აგვისტოსი, რომელმაც მანამდე ინგლისი შეცვალა იულიუსი. აღარჩა იულიუსი, იულიუსისა და აგვისტოსი ოქტავიანე აგვისტოსის იულიუსის მოდილის მიხედვით. ერთის მე სხვა იმპერატორებიც სექტემბერს, ოქტომბერს, ნოემბერს და დეკემბერს ერჩოდნენ და 5 წელი რამდენსაც იყვნენ, მანამდე იყო ცვლილება და მე იყვება ესენი ძები არიდნენ და ეს უძინდებოდა ძების სახით. მეტი ვერანი ვერ შეუძლია. პირველი რაც გააკეთეს, ეს არის ყველაფერი ის, რაც იყო გახადეს საჭირო. ანუ პირველი რესპუბლიკანიზმის პირველი ნამდვილი გამარჯვება იყო ის, რომ კანონები არა მარტო დაიწერა, არამედ გამოქვეყნდა 12 დათის კანონი. ეს წაკითხო 12 დათის კანონი თქვენ ეს რა რესპუბლიკანიზმის იმიტომ რომ ცოტა წინ წავედით ეს რესპუბლიკაზე 12 დათის კანონი
ბრინჯაოს დაფიქსი დაიწერა და გამოვიდა. ციცერონი ეხსენებს, რომ მის ბავშვობაში კიდე გამოყენებული იყო და ის მას სწავლობდა. ციცერონის ბაჭურის არის ავტორი ნაშრომისა De Republica, რომელიც ალბათ ყველაზე მთავარი ნაშრომი არის რესპუბლიკანიზმის ისტორიაში, მიუხედავად ამისა, არასდროს აპოპულარად არ მის მცდელობაც კი ქართულ ენაზე, თუ სხალი დავჭიდა ჰომეროსის ილიადა დამთავრე, თარგმნი აუცილებლად, იმიტომ რომ იქნება ხოლმე მოიხადე არ არის რომ ტექსტი პირდაპირ ციცერონი მიუხედავად ამისა, დიდი მჭერმეტები იყო, წერს ძალიან თავისებურად. აგერ კერმეტყობა საკმაოდ ძალიან სპეციფიკური იყო, რომაული ორი ჭირდებოდა ის მოსმენა. ერთი სიტყვით იმის მინდა რომ ფორმალიზება მოხდა და გასაჯაროება მოხდა ეს ერთი. მეორე, ითქვა, რომ ყველა თავისუფალ მოქალაქეს აქვს შანსი. ანუ ის, რომ იქ თეთრები ვერ მონაწილეობდნენ რაღაცაში, აქ ხანძრივი ბრძოლის შემდეგ ითქვა, რომ პრინციპში თუ გინდა იყავი ფლექსის წარმომადგენელი, თუ მაინდა და მაგარი ხარ და რაღაცა ვერ შეიარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობა. მესამე, მონეტმა დაკარგეს ფაქტობრივად ქვეყანაში რაიმე სერიოზული ულაგი საფუძველიც კი და ბოლოს დაჯდა, რომ როცა ბატონები აღემატებოდნენ რიცხვის მონეტს. ანუ მონობა როგორც ასეთი, რომთან ისეთ კავშირში არის და ყველაზე მნიშვნელოვანი. რომმა თქვა კანონი კაცრია, მაგრამ კანონია ახსნუდეს კანონი დაინგრეს სამყარო. ეს ფორმალური წესები მე ძალზე ოღონდ კანონი ასნუდა დაინგრეს სამყარო და ახლა საშინელება, მაგრამ წარმოუდგენელი არის კანონიერების დამკვიდრება ასეთი ასტრონომიის დარგში. თუ გამოვიარეთ, დრაკონის კანონებში მაგალითად იყო მარტივი, მოიპარა სიკელი დაიჭრა. მოკლა სიკელი დაიჭრა. გააუბადა სიკელი დაიჭრა. მივიდა დრაკონთან უწრეს როცა რა არის ამ ყველაფერზე სიკელი დაიჭრა. მან თქვა რომ მოპარვაზე უნდა იყოს სიკელი დაიჭრა. უფრო მძიმე დანაშაული უყარეს ვერაფერი ვერ მოიფიქრებოდა. პირველივე დანაშაული უნდა დაისაჯოს, ასეთი იყო დრაკონის აზრი. დრაკონის კანონები პირველად შეცვალა სოღონებმა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რომში არასოდეს არ ყოფილა ასეთი გამორჩევა, რომ მოპარვა, გაუპატიურება, კაცის მოკლა და სხვა ყველაფერი იყო ერთნაირად იდეოს. მაგრამ მეოთხე ამან ხანდახან დაასახსო ფორმებს, რომ ისეთი დაიწყო ანგარიში ულაგი გამოსახულობით. რა რეგულდა, რა იწყა, სხვა და სხვა. კანონები ნაკლებადაა კანონი დღევანდელი. ეს უფრო არის რეგულაციები, რადგან ამაზე ესა, მაგრამ ეს აღმოჩნდა ყველასთვის საერთოდ. და როდესაც ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ მე ნახეთ რა მაგარია, როცა ერთი მოქალაქეს ყველს აღემატებოდა, იმდენად რამდენი წელი გავიდა, ახლა ციცით რო აღემატებოდა. და თუ ვინმეს გულიერება იმის გამო, რომ ძალიან მაგარი იყო, ესა რა ვქნათ ახლა. რომ ვკითხულობ გეოგრაფია ახლა ვკითხულობ რომ მაგარი იყო და ახლაც მომწონს და ის პირველი დიდი პოლიტიკოსი იყო რა თქმა უნდა ამ სიტყვის თანამედროვე კაცი. ყველაფერი რაც ესა პოლიტიკა იმანაც იწოდა მოსყიდიდან დაწყებული, ყავდი დაპირებები დამთავრებული, მარჯვენას მარცხენას გასაღებით და მოლოდინი ალიანსებით და დღეს შეგეტრები და ყველაფერი იწოდა. ნამდვილი დიდი პოლიტიკოსი იყო. ერიკო პოლიტიკოსი არის. ერიკო მეომარი. ხოთამ მეომარი როიყო რომ მოხდა მის სახელმწიფო მეორე დღეს დამარცხა. სამწუხაროდ. ხოლო რომში იულიუს კეისარი რომ მოკლეს, ამის მერე იულიუს იმპერია დაეცა. შეიძლება იულიუს იმპერია უფრო გაცილდა, მართალია ძალიან დიდი ბრძოლები შედგა. იულიუს კეისარმა გადაწყდა რომ რესპუბლიკამ თავი ამოწურა. ისტორიულად ის მართალი აღმოჩნდა, რესპუბლიკას თავი მართლაც ამოუწურავს, იმიტომ რომ რესპუბლიკა ჭირდება ეს რესურსი, რომის რესპუბლიკამ ამოწურა.
რესპუბლიკა შეიძლება მაგალითად დობის რესურსი, რომ ჩვენ ვენდობთ ორივე კონსულს. რესპუბლიკას არ შეუძლია იტანოს ის ვითარება, როცა ერთი კონსული არის იულიუს კეისარი და მეორე კონსული არის ვიღაცა, ვინც უნდა იყოს არასამოვიდა ხშირად იყოფოდნენ ბიბულუსი. მეორე კონსული. იყო ლათინურად სნას ნიშნავს, ბიბულუსი ნიშნავს და იყო იულიუს კეისარი და ბიბულუსის კონსულობა. ლათინურ ენაში შეიძლება გაჩნდა ხუმრობა. იქ ასე არის, რომ კონსულობისა წელი აღნიშნება ასე იულიუსის და ბიბულუსის კონსულობისას. ამის არ ამბობენ აი ესა ეს წელი. ყოველთვის ამათი კონსულობისას. პრეზიდენტი ამბობდა ოლიმპიადის 300 წელს და 4 წლად ანგარიშები ოლიმპიადი, მაგრამ ეპონიმი არქონტის, მარქონტის სახელის მიხედვით, რომელიც იმ წელს აძლევდა წელს სახელს. და იმედი ერთხელ ირჩევდა სუბიექტს, მაგრამ სახელები ბევრი დაემკვიდრა და ძალიან მიგნეოდი თხოვნა. ბუნებში ამიტომ ორმაგი სამმაგი აღწერა ხდებოდა ცოტათი და იყო კონსულების მიხედვით. და გაიგო ყველა წელიწადი უკვე გახდა ერთი წელიწადი, იმიტომ რომ ყოველ წელიწადს იყო იულიუს კონსულობის. მეორეს არც კი ამბობ იულიუსის და ბიბულუსის კონსულობისას კი არა, იულიუსის კონსულები, პირველი კონსულები, სასამართლო ბევრი კონსული, ორი კონსული. ორივე ის გასაგებია, რომ ასეთი კაცის გვერდი უნდერას საათის მეორე კონსული დაასაცილებს. არადა ნახეთ განსხვავებით ერთმანეთისგან ამათ ყოველთვის ჰქონდა სისტემა, რომელიც ასე იყო ამერიკაზე და საერთაშორისო სისტემა, checks and balances რაც არის, ყოველთვის იყო მეორე კონსული, რომელსაც აზრია, როდესაც მე და ყველა კონსულები და იულიუსი და მე ვარ კონსული, არა გასული, იმიტომ რომ აულა უთხრა ეს მაინც არ მოგისმენ, არც უსმენ და არასოდეს არც დაგიოდა სამსახურში, იმართებდა. რომი მან გახადა სოფლიო ასაგებია, რომ როდესაც სოფლიო იმპერია ხარ, მეტროპოლიაში დემოკრატია და რესპუბლიკა არ იქნა, ეს ტყუილი. რუსეთში იმიტომ პრობლემები, რომ იგი ჯერ კიდევ არის ის რაც არის. ჩვენც იმიტომ ჰქონდა პრობლემები და საყვედური გვითხრეს ერთხელ პატარა იმპერია და ძალიან მეწყინა, აგერ ამდენი წელია გასული და სახაროვის შესაძლებლად დღემდე დამზრდელი ჟურნალისტები მოსაკვირველია. რატო? სოფლიო ისტორიაში ბევრი იყო ასეთი დიდი ადამიანი. ძალიან დიდი კაცი იყო. ძალიან სერიოზული საყვედური გვითხრა ქართველებს, რომ პატარა იმპერიასავით იქცევით. როგორც ჩვენ გექცევით, თქვენ ისე ექცევით სხვასო და აი ნახეთ რა ცუდად მოგიბრუნება თუ მოგიბრუნდა ცუდად, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ მისი ბრალია. ჩავთვალეთ ეს ჩვეულებრივი ამბავი. სანამ შენ ვიღაცისთვის არ გენერდება თავისუფლება, შენ თავისუფალი არ იქნება. დიდი ბრიტანეთი არანაირი თავისუფალი ქვეყანა არ იქნებოდა, იმპერია შეენარჩუნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება იმიტომ ფლაგმანი, რომ არასოდეს არ ჰქონია იმპერიული ზრაკოვი, მიუხედავად იმისა, რომ პრავდაში ეწერა, რომ იმპერიალიზმს მეთაურობს ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა რა თქმა უნდა, ისე როგორც რომ ამერიკას აქვს ერთი ვალდებულება, ყველაზე მაგალითად ისეთი პასუხსაც შენარჩუნა. ამიტომ ძალიან ახალშობილ მასალას. ერთ სიტყვით, რესპუბლიკანიზმის ის ერთი იდეა, რომ ერთი არ უნდა იყოს, რომში ნამდვილად ჩამოყალიბდა რესპუბლიკანიზმის მეორე იდეა, როგორ ავაწყოთ სახელმწიფო ისე, რომ არსებობდეს ბალანსი და არ დაგენგრეს, ჩამოყალიბდა ფულად, მაგრამ ჩამოყალიბდა. კერძოდ ასე. პირველი, საჯაროარი კანონები და გამოყენება და იგი ყველასთვის საერთოა. ამ კანონებს უნდა დაემორჩილოს იულიუს კეისარი, ისევე როგორც უნდა დაემორჩილოს ამ კანონს უნდა სხვა. და როდესაც ის არ დაემორჩილა, იგი დაამორჩილოს. ეს ტრაგიკული დღე იყო სოფლიო ისტორიაში, მაგრამ ეს იყო აუცილებლობა. მერე სენატი გახდა ფორმალიზებული და ცნობილი იყო, როგორ უნდა გავხარიყავ სენატი. რა თქმა უნდა, გარკვეულ ჩვენი სისტემა ჩვენ ვიცით და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა მართლაც ეს პროცესი ვარ წარწეული, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქე შეიძლება გახდარიყო სენატი. აუჩივდებოდა, მაგრამ გახდებოდა ბევრი გამო. მესამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ ყველაფერი იყო დადგენილი, აი მაგალითად დადგენილი იყო, როგორ სტარდება სახალხო კრებები. ისეთი არა, რომ როცა გაუხარდება ვიღაცას,
ამერიკას პოლიტ საბჭო ამათი პარტიი სამწეულო როცა ვიღაცა იქნება ახლა საქართველოს ამერიკა და სხვა როგორც პარლამენტის ხომებია დადგენილი მაგრამ ის საქართველოს კონსტიტუციაში წერია რომ სექტემბრის პირველ სამშაბათს იმართება და იწყება საშემოდგომო სესია რომელიც გრძელდება დეკემბრის ბოლო პარასკევამდე წერია რა ყველაფერი და ძალიან კარგია რომ ფორმალიზებული არის თუმცა ახაც კი შეგიძლია ჩვენო 3 სექტემბერს დავნიშნოთ ბიურო და მე ეპიკმირის მეტალ დავნიშნოთ სესია და ორი და ვერაფერი ვერ დაგიყვანს თუმცა როცა სესიები და განჩენი ცხოვრება სხვა ქალაქში ხდება მაგრამ ხედავთ სესიები კაცი მოვიდა და ცდილობს რომ სამშობლო დანიშნოს ოქში უკვე სესია იყოს და იყოს ქენიტეს წელს მეგონი პირველი ერთ სიტყვით იმის პამინდა რომ ფორმალიზება რომაული სამართალი ვერცხლისგან გასწორდება იმით რომ იგი არ არის დამოკიდებული დიდ ადამიანებზე რომ დაიბადება სოლომონი და მიხედავს არამედ შეიძლება ვერცხლისგან თავარი იდეა ერთ-ერთი ყველაზე ფიქრაში დაკლა ის რამე არ არის ესე იგი ესეთი სისტემა որ ვინმეს რამე მოუვიდეს ყველაფერმა უნდა იმუშაოს ერთხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო კორუფცია ამბავი და მოხსნის და ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტის ადგილი დაიკავა გასმა ვინც არის არაურჩევნია ვიცე-პრეზიდენტად პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტი რჩევენ მაგრამ როხოვის პრეზიდენტი თუ დააშორეს იმის ადგილას პარტია ვიღაცა დანიშნა დაინიშნა ეს კაცი მე პრეზიდენტმა მიიღო პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტი გახდა კაცი რომელიც არავის ასად არასწორდეს არაურჩევნია საერთოდ პარტიაში არაფერზე არ იყო ასად არჩეული ერთადერთი ისე იგი ზოგიერთ ეგონა რომ ახდა ერთი საშინელი ციგნის წინასწარ მეწოდება რომ ფორდის ეპოქა დადგა იმიტომ რომ ფორდის ოჯახიდან იყო და ამერიკაში არავისთვის არ ასაცნელი ვინ არის ფორდი ჯერ ფორდი ისე გახდა ამერიკის პრეზიდენტი ვარცის პრეზიდენტად აურჩევენ პრეზიდენტად მოგესალმებით ორი წელი ამერიკაში ცხოვრა პრეზიდენტის გარეშე ჯერ ფორდი აზრზე არ იყო რა როდესაც ჩავიდა, ნუ ეს შეიძლება ანეკდოტური შემთხვევა არა, მაგრამ როდესაც ჩავიდა ვლადივოსტოკში, მიკითხა კიდევ ისეთი შორსად ვარა. ეს არის მართალი თუ არა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსები ამაზე ძალიან ხალისები. ამერიკის შეერთებული შტატები არ დაინდა მეგობრებო, იმიტომ რომ ორი წელი აღარ რეალურად არჩეული პრეზიდენტი. ალბათ, იმიტომ იგი არის აშენებული პრინციპებზე. ჩვენ ამოგვივა და სხვას ამოუვა ამაზე მე არ ვაპარაკებ მე საწყისებზე ვაპარაკებ დროს საწყისი მთავარი მითხარი ძილს მეფე ამავე დროს ნიშნავს ძილს სხვისი პატრონობა ჩანს მეფობასთან ერთად გაუქმდა კლიენტელის ინსტიტუტი გაუქმდა რას ნიშნავს არაფორმალურ კლიენტელაიც არა მე ვარ მაგალითად მოქალაქე, მე ხარ მოქალაქე, ვარ მოქალაქე. მაგრამ მე უფრო მეტი საშუალება მაქვს, ამიტომ თქვენ ხდებით ჩემი ასე ვთქვათ, პარლამენტის ქვეშ ოფიციალურად და მე თქვენ პარლამენტში. კოალიცია არის სამხედრო ბათუმში გაჩვენეთ გუმბათის კლიენტურას. რომელიც მან სხვათა ამბობაზე დანიშნა, იმიტომ რომ და მისასწრაფო. კიდევ სხვა ადგილები შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეს ახლა ესე იგი ამბობია. ეს დავამბობ ახალი ამბავი, შემიძლია გახეჩი საგიყვანოთ და საერთოდ თქვენ კლიენტელა ცოცხალია, მაგრამ იქ ეს იყო ფორმალიზება. ეს აღნიშნული. ეს ინსტიტუტი მეფობასთან ერთად ჯერ დასუსტა, მე მოისპო და მე კანონი დაიწყო. გარდა ამისა, ქალების როლი გაიზარდა. უყურეთ სოლომონმა თავის დროს კანონი გამოსცადა, ხალი როდესაც სახლიდან გადის სადმე ბაქალავში. სამკაბაზე მისაღების უფლება აქვს და ერთი ობოლის მეტი ამას მისაღების უფლება აქვს. ან კანონის ასნა შემიძლია რა თქმა უნდა ნახეთ შეეხო ძალიან სერიოზული საკითხი. კალეთა და მეტის სოლომონსეთი ფანტასტიკური კანონი. ქალს არ აქვს უფლება სასაფლაოზე სხვა გაიგოს. გარდა დაკრძალვის დღისა. დაკრძალვის დღეს ქალი შეიძლება წავიდეს სასაფლაოზე.
მაგრამ სხვა დღეს სასაფლაოს ავიდნენ და არათავისით მაგნიტოს ასეთი უფლება არის. კიდევ ბევრი საინტერესო კანონია, რომელსაც იზადები კავშირი რესპუბლიკასთან არ გაქონდეს, მაგრამ ეს იყო რომში საჯარო კანონები რო ყალიბდებოდა, ბერძნულიდან აღებული იქნა მხოლოდ იდეა, რომ ყველაფერი შეიძლება დიზაინერულად მოიხატოს, იმიტომ რომ ბერძნულმა ყველაფერი დააკეთეს და ზოგიერთმა რამე აფრენ მოხდა. ამიტომ რომში ძალიან სერიოზულად გადაწყვიტეს ყველაზე მთავარი ფუნქცია, რომელიც მიენიჭა სენატს. აი საქართველოს პარლამენტს ის ფუნქცია არ არის. შესაბამისად საქართველოს არანაირი საპარლამენტო რესპუბლიკა ჯერ არ არის. მე არ ვიცი ჩვენი კონსტიტუციონალისტები რას მეტყვიან ახლა და მეტყვიან თუ არა საყოველთაო გორამო აბადა არის. მოდი კეთილ არის. ჩვენთან არის კანონი, რომლის მიხედვით პირველი მოსმენა დაწყინა მიიღო. აი მეორე მოსმენის დროს უკინა რამე მიიღო თიხენ თავრობას. თავრობა თუ იყოს ფინანსურად აღმართლებს თორს მოარავა თანახმად განუც ვერ მიიღო. ზოგადად პარლამენტი ვერ მიიღებს ვერცერთი ამას მოუწევს თავრობა და პარლამენტი ვერ მიიღებს კანონს საკუთარი ბიუჯეტის შესახებ პარლამენტი ვერ ეხსებს საბიუჯეტო კანონს ვერ მიიღებს თავრობის დარჩა. შესაბამისად არანაირი საპარლამენტო რესპუბლიკა ეს არ არის სანამ ასეთი რამ მოხდება. აი რომში პარლამენტს სენატს შეიძლება ბევრი ფუნქცია არ ქონდა, რომელიც ჩვენ გვაქვს გადამფრენი ფრინველების შესახებ კანონი და რომში სენატის მთავარი ფუნქცია იყო ბიუჯეტი. ფული იყო მთლიანად სენატის ხელში. მე მინდა რესპუბლიკელობის ყველაზე მთავარი იდეა გითხრა. რესპუბლიკელობის მთავარი იდეა რომ საჯარო არის ქონე ფულს მართავს საჯარო. აი მეფე რო იყო, იმპერატორი რო იყო, ისიც კი ხელს ვერ ყოფდა ასე იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, რომელიც შემოიტანეს. ამას მე მოყვა ბევრი ის რა, რაც მე ასე მოეწონა ნიკოლო მაკიაველის. ყველაზე მთავარი, რომელიც მომავალში რესპუბლიკაში შექმნება და რომელიც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. სერიოზული პრობლემა მაკიაველი მოგესალმებით სახელა ნაშრომში რომელსაც ამოდენა მნიშვნელობა აქვს არასწორებს მეც. მისთვის რელიგია არსებობს, რომლის პაპის სახით, რომელიც პოლიტიკაში ერთ-ერთი მოთამაშეა. მას მეაჩნია, რომ პოლიტიკა და რწმენა ძალიან ძნელი ამბავია, ისე როგორც თავისუფლება და რწმენა ძნელი ამბავია, მოქალაქე შეიძლება იყოს მოწმე, მაგრამ ეგრევე გაუჩნდება პრობლემები რომის პაპთან. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც რესპუბლიკანიზმის სათავეშივე გამოჩნდა. და გამოჩნდა იქ, ვინ იქნება რელიგიური ავტორიტეტი. რელიგიური ავტორიტეტი და სახელმწიფო ავტორიტეტი უნდა მოვიდეს ჰარმონიაში. ძველ საბერძნეთში ეს ასე იყო, რომ ახონტებს უჩვენებდნენ ერთ-ერთი აქცენტი იყო რელიგიური ავტორიტეტი. ოღონდ როგორ ემორჩილებოდნენ მას, სწორი თქვენ არის. ანუ ქურუმები მაგალითად როგორ ემორჩილებოდნენ, ის თეატრში დიონისეს ქურუმი იჩდა ზევსის ქურუმზე უფრო მაგარ ადგილას. ზევსი ვიცით რომ ყველა დირექტორი იყო და აშენა ძალიან რთული სისტემა. აი რომში მოხდა ამის ფორმალიზაციაც კი. და სპეციალურად აირჩიეს მაგისტრატი. თქვენთან საბჭოთა კავშირის დროს რომ კაცი იყო მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საბჭოს უფროსი, რომელიც მუდმივი დივანს ემორჩილებოდა. რომში ასეთი მაგისტრატი მართლა იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ ღმერთების უმაღლესი ქურუმები. ამ მე ვისწავლიდა, რომ რომაული რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძიმე ნაბიჯი იყო რელიგიის საჯარო სფეროში მოქცევა. ჩვენი რელიგიიდან განსხვავებით რომაული რელიგია აღიარებს კოლექტიურ ხსნას. ანუ მეზობელი თუნდა თუ იწევა ცუდია, იმიტომ რომ მე გადავჭები მე. ჩემი რელიგია ამბობს, რომ მე უნდა მომიცე კარგად. ახლა დააჩენე არ ვიცი, სპეციალისტები არიან, რომელსაც მასწავლიან, მე როგორ მომიცე კარგად ისიც არ ვიცი და მეზობებზე არ მოგახსენე. ერთ სიტყვით, რომაული საწყისები რესპუბლიკანიზმის
რომაელს მეფობის, ბატონობის, მათ შორის ღმერთის უკიდეგანო ბატონობის შეზღუდვაში. და რასთავია ყველაფრის და აწევაში და ყველაფრის ანგარიში. თუ კი რამე მოხდა, ეს არის რომ პატივისცემა კანონებისადმი და რომმა გააჩინა ერთი პიროვნება ადამიანი ერთნაირი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საზოგადოებრივი რომ პოლიტესი მათი სიტყვა და პოლიტიკა და სინამდვილეში საზოგადოებრივი აზრი არ გაჩნდა საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა რომში. რომი არის პირველი საზოგადოება ამ სიტყვის ქართულ კანონში. შესაბამისად, მათი დამსახურებები ბევრია კანონების შემოიღეს, კანონების მიერ პატივისცემა კანონის ზენა ესება, ახლა მას მომოთხოვთ ხელისუფლება რა თუ არ გაგვეს და ასე შემდეგ და შემდეგ ძალიან ბევრი რამ კიდე გასაკეთებელია, მაგრამ როდესაც შუა საუკუნეებმა თქვა რომ ახლა იქნება რესპუბლიკანიზმის აღდგენა და რენესანსი, მათ ჩვეულებრივი ტვირთი ჩაატარეს. მათ გააკეთეს რაღაც ახალი, რომელიც მხოლოდ საწყისებად არსებობდა ადრე და დააბრუნეს. აღარ იდეა. თუ დირექტორი არ არის, უფროსი არ არის, არანაირი უფროსი. თუმცა რომში რჩებოდა მამის უფროსობა შვილზე, შვილი იყო მამის უფროსობაში, ქალიშვილი ეკუთვნოდა მამას რესპუბლიკის დროსაც. სანამ გათხოვდება, რო გათხოვდებოდა, ის იტყოდა უბი თუ გაიუს, იბი ეგო გაია. სადაც შენ ხარ გაიუსი, მემნები გაია, ანუ სადაც ახლა შემოყმარო, იქ მომყოლ მე შენ და ეს ფორმულა ნიშნავს, რომ მე გამოვედი მამა ჩემის ობელობიდან და შემოვედი შენს ობელობაში. ცოლი იყო საკუთრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რომში ყველაფერი დაიყვანა საკუთრება, სენატი ბოლოს წოდა ამიტომ არ იყო ძნელი წარმოსახელი, მე და გადახლებიც მოხდება. ვიღაცამ სენატში სენატორად წენი გაიყვანა, არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ არჩევნები არ ყოფილა და ხელი არავის არ უწევია. თქვა შემოიყვანა და იქნებოდა. მინახოდა რომ ეს დაახლოებით ვიცით როგორ და რანაირად ხდება ასეთი ამბები დღემდე. დასკვნის სახით ვიტყვი, რომმა ჩვენ იქიდან იმ ძველი დროიდან საჩუქრად მოხდა მარტო ერთი რამ. კანონი მოდელზე მაღლად დგას. ანუ ადამიანს უნდა კონდეს შანსი გახდეს თქვენი უფროსი. და არა ადამიანს უნდა კონდეს შანსი გახდეს მამამისი შვილი. არ შეიძლება ტრაბახი რომის მოქალაქეობით. არ ვარ გაიტოში დაიბადე და სატრაბახო არ არის. მე ერთხელ ვიხუმრე რომ ვიღაცა მე ამაყობ ქართულია და მე ამაყობ ოთხშაბათს დავიბადე. და ძალიან ეწყინა მოვადგინე პარასკევს დაბადებული, მაგრამ ის ყოველ შემთხვევაში თქვით ასე პროზა ხილად ოთხშაბათი დღე ვარ დაწყობილი. მაგრამ ეს ნათქვამი მეგონა რომ დამანგარი დავთქვი სანამ არ წავიკითხე ისინი დეპტილიანისგან ეს სიტყვები რომ რომაელები ტრაბახი გილია რომ ვიღაცა გირადრეს დაიბადა. ნათქვამი ყოფილა. ნუ ახლა ჩვენ ზოგადად გასმარხვა. მაგრამ იმის თქმამინდა რომ რომა ძალიან არ ძლო ანუ თქვა რომ ამი ტრაბახი შენი გაკეთებული საქმე შენ წაიწიე წინ რომში გაჩნდა კარიერული ზრდის ფანტასტიკური შანსი. ბოლოს იულიუს კეისარი არ იყო რა მეფეთა გვარიდან ნატალია მე მოვიდა ვიღაცა დიდი პოეტი და გამოიყვანა რომ თურმე ის რომ ჩამოვიდა ენეასი იმაშვილი რომ ყავდა ასკანიუსი თურმე მეორე სახელით ჰქონდა იულიუსი. ათო არაინ არის და მე იმის გვარი იქნება იულიუსი და იმის შეგომავალი იყო იულიუს კეისარი. რომლის შვილობილი ოქტავიანუს ავგუსტუსი არის მაგარი მეტი. ესა იდეოლოგია, რომელსაც ეკვლოდა სულიად გენიალური პოეტი, ოღონდ ეს ნაწილი მეგონი ყველაზე გენიალური არ არის, ჩვეულებრივი მithmeloba მოგონია მე. თუმცა პოეტს ვაპატიოთ, იმიტომ რომ მან დაიბადა, რომ ჩემი პოემა არ ვარ გადადაწყვეტა.
და მას ყოველდა იდიოტი მეგობარი, როგორც აღმოაჩნდა მაგალითად ფრანც კაფკას ერთი ქალბატონი, რომელსაც მიმოწერა დაწვა და დაწერა. მე მეგობარი აღმოაჩნდა, რომელსაც ასევე დაუმარა დაწვა და იმან დაწვადია და ყველაფერი გამართულდა. Amikor ზოგიერთი მარტინ წავიგეთ, რომ მიცვალებულის ნება უნდა ასრულდეს, კინაღამ დაგვაკლეს ეპიდემიის უწოდება. რამდენი უმეგვარია კიდე არის. ერთ სიტყვით, რომაელების დამსახურება იყო პიროვნებისთვის შანსის გაჩენა, როგორც კი ტარკვინიუსი დაიკვირა, როგორც კი დაიკვირა მეტეარი. კანონებით და წინწაწევის კარიერული ზრდის შანსი, პოლიტიკის გაჩენა. მაგრამ როდესაც ახალ დროში რესპუბლიკანიზმის იდეა იბადება, რეალურად ძველი დროიდან ბევრი რამ ხელოვნურად იყო აგებული და მიწერილი და ვერავინ არ წარმოადგენს იმაზე მაღალ პოეზიას, ეს არის თავის ის ნაწილები, რომელიც რომს ეხება. ის არ არის მართლა. ნიკოლო მაკიაველი იყო გენიალური მანიდა საშარლატანი იყო ხელნაკაცის მიმართ, მაგრამ გენიოსი იყო მიაწერა რომის რესპუბლიკას ისეთი რამეები, რაც იქ არ ყოფილა არის. იმიტომ რომ ეს ავტორიტეტი მასშტაბდებოდა მომავალში. დღეს რო ჩვენ რესპუბლიკელობას ვაპარაკობთ, გასაგებია რომ დღეს სხვა ამბავი არ უნდა აქ იქნება ლაპარაკი იმაზე რომ რესპუბლიკანიზმი წინააღმდეგობაში იქნება მოგვეს ლიბერალისტთან და მთელი ამბები არის ახლა დღეს და დღევანდელ ლიტერატურაში გადახედოთ ამ სფეროში არის უზარმაზრი ნაკრები ამასთან 2014 წლის გამოცემაში სტენფორდის უნივერსიტეტთან ახლა ეს საკითხი შეუსწავლელია და ხელახლა არის შესასწავლის აირი. ისტორიული საწყისები ძალიან კარგადაც არის შესწავლილი, ბევრი სხვა რამის გასცენება შეიძლებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი რომაული გამონათქვამი შეიძლება იმანიშნოს იმაზე რესპუბლიკა რაც არის. პრინციპეს მორტალეს რესპუბლიკა ეფერა. პრინციპები, ანუ მმართველები, დირექტორები, პრეზიდენტები, მოკვდავები არის. საჯარო საქმე რესპუბლიკა არის უთხრა. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები და უბრალოდ პოეზია, რომ ისინი მოკვდებიან დარჩებიან წყალვინ და ქვიშანი დარჩება. ახეთი ნათქვამი არ არის, აქ პრინციპზე არის ლაპარაკი. პრინციპები მოკვდება. საწყისები, პრინციპის პირველი აზრი არის პრიმა, პირველი. პირველ საწყისი მოკვდება. პირველი არ იქნება. მეორე იქნება ისა და ახლა სახარებაში რა ნათქვამი წინანი და უკანანი წინ. ანუ ლაპარაკი არის მოქალაქე ნებისმიერ უკანასკნელი მოქალაქის შანსია ლაპარაკი პირველები მოკვდებიან და საჯარო საქმე დავიქნება ანუ შენ ყოველთვის გექნება შანსი. ძალიან გავს ჩვენი რელიგიის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პოსტულატს რომელიც ამბობს რომ ყოველთვის გაქვს შანსი. სულ ბოლო წამსაც კი აღიარე მოინანიება იქაც όμως ეს უნდა იყოს qalbi მონაგასაგებია ზოგიერთი შეცდომები რომ კიდევ მაქვს მისამანიებად ეს ათქვამს მაგრამ მაინც ეს შანსი რომელიც ბევრგან არ არის დატოვებული რომაულ აზროვნებაში მართლა იყო დატოვებული. ამიტომ სენეკა და პირველი ქრისტიანობა ასე დაემსგავსა რაღაცნაირად ერთმანეთს. ამიტომ გვერდიგვერდ მიდიოდნენ იმ ეპოქამდე სანამ რომის პაპები და სხვები უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდნენ მიწეწმენა. ჩემი აზრით ამბები დაიწყო მომენტიდან, როდესაც სახალხო კრება უზურპირებული იქნა ტერმინისტი სპეციფიკური ორგანიზაციის მიერ. როდესაც ტერმინი ეკლესია არ აღნიშნავს ჩვენ, არამედ აღნიშნავს უკვე სხვა რამეს, ჩვენ შეიძლება ვთქვათ და შეიძლება. ჩემი აზრით ძველი რომაელების დამსახურება რესპუბლიკანიზმის წინაშე არის ის მათი თამამი შეხედვა თანასწორობისა და შანსისა. მათი ძალიან თამამი გადაწყვეტილებები მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. მათი ძალიან თამამი დამოკიდებულება არარომაული წარმოშობის ადამიანებისადმი, რომელსაც მიცეს შანსი და რომლებიც გახდნენ და გახდნენ იმის გინდა და რაც უნდა. ძალიან სერიოზული წინსვლა ამთავრებს.
ბერძნების დამსახურება კი არის ის, რომ მათ თავიდანვე თვეს, რომ სამყარო კატალოგი არ არის, რომ სამყაროში ადამიანს შეუძლია ცხოვრება მოაწყოს. არა ღმერთებს, არამედ ადამიანს. ჰუმანიზმის საწყისი იქნება. ეს ორი რამ შეხვდება, შეახმება ერთმანეთს, ეს ორი სამყარო არის დამოუკიდებელი. ვისაც გონია რომ ბერძნები დაიგეს რომაელებმა და ასე არის. ბერძნები თავის თავზე და მოკლედ თავის თავზე რომაელები თავის და იქ მოკლედ. აღორძინება მოახერხა შეურიგებული შედეგება და აღორძინება ბერძნები და რომაელები რომელიც ერთმანეთს მეტოქეებად განაგრძობდნენ ყოველშემთხვევაში რომაელები ყოველთვის განიხილავდნენ ბერძნებს მეტოქეებად, იმიტომ რომ არ უნდათ აღიარება რომ კულტურულად მათზე ასე დამოკიდებული იყვნენ. თუმცა კი განათლება ნიშნავდა ბერძნის ცოდნას, როგორც ეს ნიშნავს ინგლისურის ცოდნას, რედაქციის განათლებული რომაელი იყო, რომელიც სწორად ბერძნები. აღორძინება ეს ორი სამყარო შეაერთა და უწოდა მას სიზრმე, ანტიკურობა და დაბადა ის, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ბუნებაში და მოატყუა სხვა საუკუნეებში. ეს იყო ყველაზე დიდი, ყველაზე ნათელი, ყველაზე გამართლებული აფიორა კაცობრიობის ისტორიაში. და მათ ის იმდენიც მოახერხეს, რომ არისტოტელე აქციას ასე ვთქვათ, იდეოლოგად ამსაქმეების წარმოუდგენელი რამაა, საერთოდ არისტოტელეს მაგათ დაუმართლა ქრისტიანებმა აქციას თავის იდეოლოგად, აღორძინებამ აქციას თავის იდეოლოგად, წარმოუდგენელი კაცი არის ამ პროცესზე, არაბებს უყვარდათ და ბევრი რამ ისე შენახულია სწორედ არაბული თაყვანი, თუმცა კი მისი მთავარი აზრი იყო, რომ ადამიანი ორმაგი არსება არის და ძალიან აღინა ის დაჭერება და მე ხანდახან მიწევს რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოვრებია, ეს არის მისი გამართება, ეს არის ორგანიზმის ყველაზე მთავარი საფუძველი, რომ იცოდეთ, რომ ადამიანი ყოველთვის დარჩება იმათ, რაც არის სინამდვილეში, მაგრამ ექნება შანსი, ანუ რესპუბლიკანიზმის საწყისებში არის ბუნებისა და კულტურის შეუძლებელი რამეების შეხამება. ბიოლოგიური შეხამება ბუნებიობისა და კულტურულობისა. ბუნების მეყობის დაცლება კულტურით, ანუ სახელმწიფო წყობილებით და კანონებისთვის ბუნებრივი მიცემა. ჩვენ ახლა ძალიან ხშირად გონია, რომ კაცი გვაქვს ეს ბუნებრივი. იმდენად ფორმა გახდა ეს აზრი, ეს კანონი, იმდენად შემოსულია ჩვენში, რომ ნამდვილად გვეჩვენება, რომ ეს არ არის ბუნებრივი კაცის ქლა. თუმცა ყველაზე ბუნებრივი არის მოკლა და შეჭრა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ბუნებაში ვიყავი და დამოკიდებულებოდა, ასე უწევდა. მე მართლა მინდა გითხრათ ყურადღებისთვის და ოდის ვიხდი, რომ რესპუბლიკანიზმის სინამდვილეში რაც არის, იქიდან ჩვენ რაც ვიქ, იმას მოიწევს ძალიან ცოტა. რეალურად ანტიკურობაში მხოლოდ ნაწყვეტები იყო ამ გრანდიოზული იდეის და ელი პრიზი, ასე ვთქვათ, რესპუბლიკანიზმის ეკუთვნის სხვა საუკუნეებში და მეცადეთ ერთ კაცს ეკუთვნის ყველაზე მეტად. და შეგეუდეს რესპუბლიკანიზმის რაღაცა პრემიის დაწესება, ის უნდა იყოს მაკიაველის სახელობის, თუმცა ვინაიდან მაკიაველის სახელთან დაკავშირებულია მაკიაველიზმი, ანუ ისე პარტიზანთა პოლიტიკური მოღვაწეობა, ამიტომ ვიღაცას ეს გაფუჭებული სახელი ქონია, მეგობრებო, ვაპატიოთ იმ კაცის, რომ იმან ჩვენ ვაპატია, რომ ხელოვნება შესაძლებელია, ყველა ხელოვნება არის ხვილი, პოლიტიკური ხელოვნებაც არის ხვილი და თუ ვინმე ეხლა იმაზე ველავს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და სხვა, ძალიან ხო, ესე იგი დაიმახსოვროთ, რომ პოლიტიკა არის რეალური ცხოვრება არის ტალახი, ჭუჭრი, უბედურება და იგი კეთდება, პოლიტიკას კეთდება ამ უბედურებისგან, ამ ჭუჭრისგან და ერთმა დიდმა პოეტმა თქვა, ხალხმა რომ იცოდეს, საიდან იქნება ეს სახეებიო, ძალიან გაგვირგვებული დარჩებოდა. ძალიან კარგმა პოეტმა თქვა, როდესაც გეტყვით, ქალმა პოეტმა თქვა და ყველას უყვირდა, როცა თქვა, იმიტომ რომ ის თეთრი დახმარებული პოეტია, ისე გონებოდა ნაგავში იქებოდა სინამდვილეში.
დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ გულისხმის ფილმის გამო რომ ერთმანეთისადმი ჩემი ყურადღება ეგრეთ აქცენტი ჰქონდა და შეიძლება ზოგიერთი ისეთი კანონმდებლობის სრულისმილებული რომელიც აფრიკაში არ იყო საქმეს და მაგრამ ვინაიდან ეს მანერი კაცი იყო მასთან დაკავშირებული ანეკდოტური შემთხვევით დაამთავრებ ეს სულ ერთად ესენებას მოგზაურიც იყო ცნობილი ამბავია ჩავიდა ერთ ქვეყანაში სადაც მეფედ იყო ვინმე სახელად დროისოსი რომლის სახელით ქართულად შეიძლება თარგმნაში ნახოთ როგორც კრეზი, კრეზე, ეზუსი, კრეზოსი, ნუ ყველა სახელი არის დროისოსი. მეფეა სოლონი მას ალბათ δεν შეხვდებოდა როგორც მეფეს ისტორიკოსები ეხებავენ ამის გამო, ნუ შეიძლება შეხვდა როგორც უფლისწულს. აი მამანი შეიძლება შეხვდებოდა როგორც მეფეს. მაგრამ მუტაკი უბრალოდ რომ შეხვდა სოლონი ეს არის შეხვედრა დასავლეთისა და დასავლეთის. ეს არის დასავლეთის სოლონი და ჩვენებური თითქმის დროისოსი. დროისოსი გამოვიდა და რაც ქონებათ განაცხადა. ზედაცია, ძვირფასი რაღაცეები, წინები, ოქროები, ჩამოკიდული მომენტ და სახში რომ შეხვედრით მასთან დაინახეთ რაც კიდე სიმდიდრე ჩანდა. თუ მინეს რაღაცა გაახსნა მეც კონამაკინა წერდა სახში მოვიდა ასე უყურებდი ისეთი დროისოსი და დროისოსიც ასე გამოვიდა. და ითხრა სოლონს. რომ ვინ არის ყველაზე ბედნიერი კაცი დედამიწაზე? იმიტომ რომ ამ დეგენერატიასთან სოლონისგან ვერ დაინახა პატივისცემა. სახეზე არ აწერია რომ ეს ადმოხდი და ეს რა სიმდიდრე ეს რა და რაღაც ისე იქცევა რომ არაფერ არ მიაჩნია. იმავე ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ტელოსი. ტელოსი არავინ არ იცის ვინ არის, მეგობრებო არ იცით ვინ არის. შეიძლება არ იცოდეთ ვინ არის, ვინ არის პატიოსანი ათენელი მოქალაქე იყო, პატიოსთან იშოვა, პატიოსთან იბრძოლა, მოკდა და უბედნიერესი კაცი. ვახ. კიდევ მიკითხა, იმედი აქვს ეს უცნაური კაცია და ძმი კაცია, მაგრამ ბოლოს იტყვის იმას, რომ შეინახა. კიდევ ძმები იყვნენ. სახელებსაც ეუბნება, დედა ისე უყვარდათო, რომ უღები ხარი არ იყო და დედა ტაძარში იყო წასული, შეედგნენ ხარების ნაცვლად და მიარდენენ დიდიკო ტაძარში, მაგრამ მერე ამის მერე დადიესო და უნებრივია ამდენი ნაკანცი ხალხი ნაცვლად ვერ გაუჩნდეს და დაიხოცნენ. ესენი არიან ძალიან ბედნიერები. და შენო ცოტა ცნაური კაცი ჩახერდა. ამიტომ პიტარკი კითხავ, მე არა ვარ ბედნიერი. და მაშინ სოლონმა თქვა, ჩვენო ვართო ერთად. ჩვენ არც ჩვენია დაუმთავრებელ საქმეზე ანალიზის გაკეთება. ჩვენ ვერ გეტყვით შენ, მე ვერ გეტყვი შენ. ბედნიერი ხარ თუ არა? თუ შენ ხარ ცოცხალი. ეს რომ მოგდები, მე თუ იქენ ცოცხალი ვიტყვი რომ იყო ბედნიერი, არ იყო ბედნიერი. ცოცხალი კაცი შეფასება იგივეა დაახლოებით. ნუ რომელიღაც ათლეტი შეჯიბრების დროს პირდაპირ გამოაცხადა გამარჯვებულად, სანამ დამთავრებულა ის შეჯიბრება. მე წინა ძალიან ცივად მიიღო არმის წასა, უფლები არაფერი და ესე გავუშვა. როგორც ისტორიას ახასიათებს, ასეთ ისტორიას მოიცით, ნოველისტური ისტორიები, ამას უნდა გაგრძელებოდეს. ეს დროისოსი არ მარტო არ მოიქცა ზუდად, ტრიკულად, არამედ სხვა დროსაც და ომი დააპირა და პითიას კითხა გამოგზავნა შეკითხვა, მეცით რომ ეს პასიანი მოსახლეობა იყო, უნდა გადაგეხადა აპოლონის დასწრისთვის და დაგიშვანა კითხვა დასვამდი, ალკოჰოლით იყო ბიზნესი, ისეთი რაღაცა იყო და ორი ქონი ჩაიწერდა ესენი სიკვანანიკოსები იყვნენ. იმის ნათქვამი და რაღაცას ასეულს ამბობდა ეს არის ნარკოტიკული თრობის ქმრის ვაჩურის ხეჭავდა დაფნას დაფნის ერთი სახეობა ნარკოტიკა აბიტკი რომელიც კრაკატილი გააკეთეს დაფნის მეპირაცა თქოში ჩვენთან არის ის სახეობაც რომელიც რაღაცა რომელიც გამუშავებით რაღაცას იძლევა მოკლედ აღკვაც რომელიც ის ნათესებით ვეყოფას მანჩი რაც ქვას
სპარამის ერთ სიტყვით ეს ხალი დათვრებოდა რაღაცას უთქოდა ესენი ჩაიწერდნენ და მე რაც თავია მისცემდნენ ამას სასაქონლო ფორმას ეგზამეტრით ან ლექსად გამარტავდნენ და მოგართმევდნენ ამაში ფული იყო გადახდილი მაგრამ ოიდიპოსი რომელიც დაიკითხა ფული გადაიხადა ამანას ფული გადაიხადა მეტი და ხონდა გადაიხადა და იცდა აი მილდივარ უნდა დაანგრიოს ასეთი სამეფო რა მოხდება დიდი სამეფო დაინგრევა ითი დაიწყო ომი და დაინგრა მისი დიდი სამეფო. და ვერ გაიგო პიტიას ნაკვალ. პიტიას უყვარდა ასეთი ნაკვალ. კიროსმა შეიპყრო დაანთუდეს და შეაძლო ამ წესში უნდა დაწლას და ამან დაიძახა სოლონსო. და მაგამოიყვანა რაღაცა ძახისო, ვინ არის სოლონი, ასეთ დროს ტიპის წინ კაცი ახსენებს იმის სახით. და მან თავიდან სოლონი რაში იყო საქმე და სხვა და იმან დაინდო, რა თქმა უნდა, სოლონი რასაც ჭკვიანი კაცი ყოფილაო. ასეო აბასტანის კუტაკე ერთი სიტყვის გადაარჩინა და მეორე ჭკუა ასწავლაო. ნუ ისწავლება იმაში გამოიხატა, რომ ის თავის ნაბიჯთან განსხვავებით სადაზნელზე თვათისე პირდაპირ გემებით არ მოსულა. იმანაც წააგო, მაგრამ ეკუბას ნაბადი. ამით მე მინდა ვთქვა ერთი რას მეհარიცი კუტაკე რას გვასწავლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნემრიელი წიგნი არის რაც კი დაწერილი ის ურჩო ერთ რამეს კი გვეუბნება აშკარად არაფერი არ შეიძლება შეფასდეს სანამ ის არ დაწესდეს. ეს არის რესპუბლიკანიზმის შეფასებაც არ შეიძლება. ის არის მოქმედი იდეოლოგია. ის არის სოფიოს წამყვანი გამარჯვებული იდეოლოგია. ის კი არა ამას წინასწარ საქართველოში იყო ჩამოსული კაცი, რომელსაც ეგონა რომ ეს იდეოლოგია ნამდვილად კაცობრიობის ისტორიას. ლიბერალისტთან ერთად. და დაწერა თქვენ უკანასკნელი ადამიანი, ანუ ამთავრდა ისტორია ყველა რესპუბლიკელი, ყველა დემოკრატი, ყველა ლიბერალი, შეგვიყვარდა ერთმანეთი და გავიხუტეთ ერთმანეთს. სანამ არ დადგა 2001 წლის სექტემბერი და არ მოხდა ის უბედურება, რაც მოხდა, რომელმაც აჩვენა, რომ სხვა თეორიებიც არსებობდა სამწუხაროდ ნაპარვანა მაგრამ რესპუბლიკანიზმი დღეს მთაში 140 სახელმწიფო ამბობს რესპუბლიკა ვარ. ამაში ზოგიერთი ისეთი რესპუბლიკაა, რომ პირდაპირ სახელი ქვია ძალიან მაგარი, მაგრამ გეოგრაფიული ტიპის რესპუბლიკა, თქვათ ირანული რესპუბლიკა. ძალიან საინტერესო არის ნამდვილად რესპუბლიკა, ნამდვილად არქმეფე, ნამდვილად ირჩევენ პრეზიდენტს, უბრალოდ სხვა ვინმე არის დირექტორი. და არ არის გამავლობის საჩვენს. არ არის გამავლებული, რელიგიური ავტორიტეტი არის ამ ქვეყანაში მთავარი ფიგურა და რომელიც იქნება რელიგიური ავტორიტეტი, ის იქნება მთავარი ფიგურა. ჩვენ გაცილებით რთული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვართ და გვინდა რესპუბლიკელი, ამიტომ როდესაც თავის დროზე ჩემი პარტია იქნებოდა, იყო პატარა კამათი, ცოტა მიღა. უნდა სამკაცი ვიყავით და გამარჯვების და უნდა ეხოთ და ერთმანეთს დემოკრატიის დავარქვათ. მე ვიქნებოდი დღეს ძალიან უძლებული კაცი, დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, იმიტომ კი არ ვესწრაფვა. უბრალოდ გაცილებით უფრო კარგი სახელი მქონდა მე. და სხვა ჩვენს მქონდა, იმიტომ რომ რესპუბლიკური ძალიან კარგად ვიცი, რომ სახელმწიფოს ნიშნავდა და არა ეროვნული. ძალიან კარგად ვიცი, რაც ნააღებობაში შევედით მე ჩვენ პარტია, როცა ლიბერალები გავხდით რესპუბლიკელები ვიყავით. ძალიან რთული ამბავი არის ლიბერალობა და რესპუბლიკელობა ერთად, იმიტომ რომ აშკარად სახელმწიფო კლიმატს და საზოგადოების უფროსობას მისმოს პიროვნებას, მაგრამ აქ ასე შორს მე აღარ წავალ. უბრალოდ ეს ფორმა დღეს დაუცლებულად პროგრესული ფორმა უკეთესი ჯერ არ არსებობს. ისე როგორც ცხოვრების წესად დემოკრატიაზე უკეთესი ვერაფერი ვერ არის მოიფიქრა. რესპუბლიკა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ტიპის მონარქია ჯობია იმ უბრალობისათვის მაინც რომ არ მოგეწონა შეცვლა. კიდევ სადეთ პრინციპით როგორც ეწერა ხოლმე აწერია დღესაც მონარქიის და რესპუბლიკის პრობლემებს რომ თუ ვერ მოიგებს თავს კიდევ ძალიან დიდი ხიდე კიდევ ეს შანსი რესპუბლიკანებში არის და იქნება ყოველთვის.
მეფეებს რაც შეეხება, ამაზე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს იყო სამეფო შესანიშნავად გაართვეს თავი ჩვენმა მეფეებმა საქმეს გარკვეული საუკუნეამდე. იმის შემდეგ სიცხვილით მე მაგათგან მეფობას არც ვისურვებდი, რაც მოხდა მე-16 საუკუნეებში ასეთი მეფობის და ასეთი შემდეგ საერთოდ ახდება ასეთი რაღაც სამართლით უნდა გქონდეს შემოვიდა. ჩვენ მონარქისტების გასაგონავთქვი, მაგრამ მე დაინტერესებული ვარ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა შეიძლება მართალი არა. ვიღაცას გონია რომ საქართველოში შეიძლება კონსტიტუციური მონარქიის გაკეთება, უნდა იცოდეს რომ არ გეტყვი. იმ ქვეყნებში გეტდება, სადაც მეფობა არ გადავარდნილა. იქ გეტდება მეფე გაიწია და რესპუბლიკაში ჩაედია. დიდი კარტია მაინც უნდა გქონდეს მიღებული, მაგრამ არ დაშევეხები ამ დოკუმენტებს, რომელიც აუცილებელია, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ. აი ამდენი აინტერესებული პირი მოისმენს გაცილებით უფრო სერიოზულ და მასაუბარს ესკუნდანით და ინტერესი ჩვენს ქვეყანაში არის სულ მაგილუს და საიდან ჩდები თქვენ, საიდან ჩდები საერთოდ ადამიანებში, საიდან ჩდება ინტერესი ასეთი სისულელეებისადმი, როდესაც ვისაც ეხება ის ინტერესი მას ყველას კიდევ ეხება. აი ეს არის ყოველთვის იყო გამოვიდები. მე აქ ჩემოს სტუდენტს ხედავ სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მინდა მაგნესონა და უფრო ასეთი რამე. საჯარო ლექციებზე ჩემ სტუდენტს რო ხედავ აღნიშნავს. როგორ ხედავ ის ლიტერატურაზე შეიძლება ელაპარაკო და არც ერთი ლიტერატორი არ მომიგდეს. იმიტომ რომ აკეთე ასისმენო უნდა ელაპარაკოს. მე კიდევ პარლოსანი გაცვლა, საერთოდ მოვიდოდი მოусმინა მაგალითად დიანორიას დაილაპარაკა რესპუბლიკანში. ძალიან საკმაოდ გირჩევთ. YouTube-ზე ნახოთ მისი შესანიშნავი ლექცია ამ საკითხზე. ისე როგორც ძალიან სერიოზულად ვისურვებთ ყველას მოусმინოთ ამ ციკლის სამ გამოსვლას. იმიტომ რომ ისინი გაცილებით უფრო სერიოზულად და საფუძვლიანად ილაპარაკებენ ამ საკითხებზე.